მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. მე გიგლა ვარგობეჩია, ჩემი საავტორო გადაცემით დიდი გარღვევა ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. დღეს ისეთ საკითხს შევეხებით, რომლის არ შეხებაც უბრალოდ არ გამოვა. თუ რატომ ეხლავე მოგახსენებთ, მაგრამ არამდე გაგაცნობთ და წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ჩემს კოლეგას, მეგობარს, ისტორიის მეცნიერება საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორს, პუბლიცისტს, ცნობილ ჟურნალისტს და რაც ბავარია პროფესიონალ ისტორიკოსს. მოგაცრავად და თითო ჩუბინიძეს და ეს შეიძლება ქვეცნობიერი სტამოწმენა იყო ჩემოდითო რომ იურისტი თქვი, იმიტომ რომ ისეთ მასალები და ისეთი პუბლიკაციები გამოგაქვს შენ სააშკაროზე, რომელსაც ძალიან სერიოზული სამართლებრივი რეალობა უნდა იურისტობა შეჭამეს, კი ზუსტად მაგრამ ეთყობა ჩვენს გვიწევს ხანდახან ხა ჟურნალისტური გამოძიება ეციშე, რასაც ნიშნავს და ხანდახან ესეთი სამართლებლის პირზე გასვლა გვიწევს, ხო? ასეხებას ჩვენი საუბარი პირველ რიგში უნდა დავიწყოთ, მაგრამ თავარი თემაზე სანამ გადავიდოდე, მანამდე ერთი ისტორიული პატარა ექსკურსი უნდა გავიხსენო. შენ გახსოვს შემოდითო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამოცდილების საზოგადოება რო შეიქმნა და არსებობდა ეს დროიმ მოიტანა 1879 წელი იყო თორს. დიახ 1879 წლიდან 27 წლამდე იარსება, ეხა ეს რისთვის და მაგრამ დროის გარემოება მოიტანა, იმ სიტუაციამ მოიტანა. მაგრამ და იყვნენ მისი ღირსეული წევრები, მაშინ ძალიან იმ პერიოდისთვის ძალიან ღირსეული ხალხი, ყველა პრაქტიკულად ეხლა დაწყებული ლია ჭავჭავაძე და გაგი წერელთი და ცხვედაძე და გოგებაშვილი და ყიფიანი და რა ვიცი რა ვინ ჩამოთვალა. ეხლა რატო გავიხსენე ეს ცოტა ესეთი ჰიუმორი უნდა გავურიო ჩვენს დასაწყისში რა. შემოკლებით მას ეძახდნენ ქშწგ. გახსოვს ალბათ. ხო და ჩემთვის ეხლა ხანს გახდა ცნობილი რომ ქშყწც შეიქმნა საქართველოში. ქართველ შეთქმულთა, ქართველ შეფიცულთა საზოგადოება ყიზილბაშთა წინააღმდეგდად. შენ თურმე ამისევრი წყობი ვარ გას. ხო და მიდასტურებ? მე ვარ ქშყწს წევრი. მიდასტურებ. ეს არის ქართველთა შეთქმულება ყიზილბაშების წინააღმდეგ. სხვათა შორის ბატონ ლაშას ნადარეიშვილი სასწავლებლის დამფუძნებელს შესანიშნავ ქართველ პოეტს და დიახ. მისი იდეა ეს ვიცი. ჩვენი ჟურნალისტს და როცა გავიგე დამფუძნებელს და რედაქტორს. როცა გავიგე ვიხარხარი, მაგრამ ეს მისი ნოუ-ჰაუა. ჩათვალე რომ მეც მათი წევრი ვარ და იმედია ბატონ ლაშა მიმიღებს სპეცგანცხადებას, სადაც რა ფორმითაც მეტყვით ლაშა ბატონი. ვიყურებენ ახლა და მივესალმებით. ხო, მივესალმებით, თუ გვიყურებენ მით უმეტეს და ბატონ ლაშას და დიდ ბლაღოჩინს ბატონ ტარიელ ტაბაცაძეს. ქშყწს წევრი გავხდები ძალიან მალე, მაგრამ ეხლა რაც მინდა ჩვენი აბრევიატურად ქართველთა დიდი გაერთიანება ქდგთ შემოკლებითი ფორმა ესეა ჩემო ბატონო და რაც ქადაგებასავით გადაცემები და გვაქვს და საუბრები გვაქვს ხოლმე ჩვენს პროფესთან და ჩვენი მთავარი მისია ვიღაცებს გონიათ რომ ჩვენ პარტია ვართ ან რაღაცა ვართ, მაგრამ არაფერი არ ვართ ბატონებო, არანაირი პარტია ჩვენ არ წარმოვადგენთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამას. ჩვენ ვართ სრულიად ახალი ტიპის ქართული საზოგადოების, საზოგადოებრივი მოძრაობა, ქართული საზოგადოების, იმ საზოგადოების, რომელსაც ჩვენ საღნაწილს ვეძახით ჩვენს რეალობაში დღევანდელ დღეს. მოკლედ ეს ასე ვთქვათ, კი დავიწყეთ კარგი იმით და შეხსენებით, მაგრამ ეხლა მთავარი საქმე და მთავარი სათქმელი მე და თქვენ არ დაგველევა ვიცით, იმიტომ რომ მე თვალს ვადევნებ ათეული წლები შენს მოღვაწეობას დიდ პრესაში, უმწვავეს პუბლიკაციებს, როგორც ისტორიკოსი, რომ უძღვები მთელ რიგ რუბრიკებს და ასევე როგორც პუბლიცისტი და ჟურნალისტი და ჩანს შენი პოზიციები, შენი არქიდან, შენი გადაცემებიდან, ყველაფრიდან და ვიცით. მაგრამ ის რაც ჩემოდითო შენ აი ორი თებერვლის ნომერში დასხე მოდი ბჭყალებში ვითვლი ასეთი პუბლიკაცია ამან სრულიად საქართველოზე ვირუსული კონტენტის ვირუსული კონტენტის კვალი დაამჩნია სრულიად საზოგადოებას ქართულ
ქართველ მაყურებელს, მსმენელს და ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს აფეთქება. თუმცა თემა, რომელიც შენმა რესპონდენტმა წამოსწია, ასე ვთქვათ, ბატონმა ლაზარე ჯორბენაძემ, მამა ლაზარემ, ასევე ცნობილმა იურისტმა და ადვოკატმა, ამ თემაზე საუბრები ჩვენ დიდი ხანია გვესმის. ხო ასეა? მაგრამ ის რა ჩახმახიც მან შეეყენა, პრაქტიკულად უცნობი იყო ჩვენთვის. ეხლა მე რა მაინტერესებს პირველ რიგში, ეხლა ამ თემით უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი, ბუნებრივია და მე ქვეტექსტებში, როცა ეს პუბლიკაცია ვნახე, აი, მინდა გაჩვენოთ ეხლა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ვისაც ეს არ უნახავს ჯერ. ვაჩვენო ეს ნომერი და აქ ეს არის სასავალ დასავალის 2 თებერვლის ნომერი. 2 თებერვლის ნომერი გაზეთას. სიმბოლურია, რომ 2 თებერვალს გამოვიდა. დიახ და უმძიმეს დღეს. დიახ და უმძიმეს დღეს 2 თებერვალს ყველა ქართველისთვის, ეროვნული ადამიანისთვის უმძიმეს დღეს. ძალიან მძიმე ბრალდებაა გაჟღერებული და მე როგორც მედიალოგი და როგორც პუბლიცისტი და ჟურნალისტი წამში მივხვდი, ესე იგი შენ 10 ჯერ მაინც ჩაეკითხე. სად ნახე? ავითარებაში, როგორ, რანაირად და ასე შემდეგ. დავიწყოთ საუბარი, როგორ მიხვედით აქ. შენ მანამდეც ჰქონდა პუბლიკაციები ბატონ ლაზარესთან, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი სერიალი აქვს ბატონ დიდოს გაკეთებული ასავალ დასავალის პროცესზე. ხო, გრძელდება, ვიცით ეს ამბები, ანუ ეს არის იუსტიციის სახლიდან, რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტებზე დაყრდნობით მიწოდებული მასალა, ჩვენც გამოვიყენეთ ეს მასალები, ანუ სახელმწიფო ინსტიტუციიდან ამოღებული მასალებია და ასე მიაწოდეთ. ეხლა შესაბამისად იმის თქმა და იმის ფიქრი კითხველისგან, მაყურებლისგან, რომ ბატონი ლაზარე ხა ჰაერზე ესვის ითქვა, ბუნებრივია მიუღებელია. მან იცის რაც ბრძანა, რაც თქვა. დავიწყოთ ამ ინტერვიუს, ანუ მანამდე, ეხლა მე დარწმუნებული ვარ, მას ეს ფაქტი, რომ შენთვის ცოტათი ადრე ეთქვა, ალბათ უფრო გადაიწევდა წინ თარიღი, ხომ ეთანხმეთ? რა თქმა უნდა. ანუ როგორც კი ეს ამ ფაქტის შესახებ შენთვის ცნობილი გახდა, შენ იმ წუთასვე ჩაწერე ინტერვიუ. ეხლა მოვყვეთ ამის პერიპეტიები, კისებულებები და ის რაც ინტერვიუს მიღმა დარჩა. ოღონდ რასაც შენ ინებებდა ის ჩათვლის საჭიროდ რომ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიგლა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. პირველ რიგში მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ. მე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი და ცხონებული მამაჩემი თქვენს წიგნებს, აი ამ ანომალურ მოვლენებთან დაკავშირებით თქვენს პუბლიკაციებს, რო ვიტყვიან ძალიან აქტიური მკითხველები ვიყავით, მე სკოლის მოწამე და მამა მასწავლებელი. ხო, ნუ ალბათ რა ვიცი, სიზმარში ჩვენ წარმოვიდგენდი თუ რაღაცა მოვიწევდა მე ჩვენ ერთ უნივერსიტეტში მოღვაწეობა როგორც კოლეგებს და რა თქმა უნდა ნუ ერთ სიტყვით ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება მიდის და ყველაფერი ეს არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან ჩემთვის ძალიან მოკლედ დასაფასებელი. ბედნიერი იყო ჩემი ფეხი თქვენს გაერთიანებაში, მეც ქართველი ვარ და იქ სადაც ქართველების გაერთიანება ჩემი ადგილიც იქ არის. ქართველთა დიდ გაერთიანებაში ჩვენ ხსოვდეს და ქშოთას გავაერთიანეთ. რა თქმა უნდა, მე ვერანაირად ვერ გავხდები იმ გაერთიანების წევრი, იმ გათახსირებულთა გაერთიანების წევრი, რომლებიც რუსთაველზე გეი პარადის ჩატარებას აპირებდნენ და აი ამას ლობირებდნენ და დღეს ახლა ეროვნული პოზიციებიდან პარლამენტიდან გველაპარაკებიან პარისევლები. ზუსტად. პარისევლები და გვარებით და სახელებით შეიძლება მაგ ხალხის დასახელება. ჩვენ ხო ვიცით ისედაც ეს. ხო და ეხლა დღეს გახდნენ, ესე იგი, ნუ არ ვიცი რა, სიმონ დიდი და ერეკლე მეფე და რა ვიცი, აი ექვთიმე თაყაიშვილი იმათთან თურმე ფეხის მტვერიც ყოფილა. ესენი ყოფილან ჩვენი არსთა გამრიგენი, ესენი ყოფილან ეროვნული მოღვაწენი და ჩვენ არაფერი არ ყოფილვართ თურმე ხალხი, რომელიც პირდაპირ ლობირებდა გეი პარადის ჩატარებას საქართველოში. ესენი დღეს პარლამენტში შედან ძვირფასო მეგობრებო არიან მართველი პარტიის ქართული ოცნების წევრები და ხელხელ გადახვეულები დარბოდნენ აი ამ აკაცუკებთან და აი ამ მოკლედ ნაციონალური ხროვის ლიდერებთან და თქვენ მოგეხსენება ძალიან კარგად, როდესაც აი ამ ხელისუფლების დამხობა იყო გადაწყვეტილი და მერე კიდე რა პროცესები მოყვებოდა ამას კაცმა იცის და ღმერთმა უწყის თქვენ მოგეხსენებათ რომ აი ქართული ოცნების უმაღლეს ხელისუფალთა ოჯახის წევრები
აი ამ აკაცუკების მიტინგებზე იდგნენ ბატონო გიგლა და ხარდაჭერას უცხადებდნენ აი ამ საქართველოს დამაქცევრებს, რომლებიც პოლიციელებს ცეცხლსა და წუმწუმას უშენდნენ, რო იტყვიან და პარლამენტის შენობის გადაწვას გეგმავდნენ. მაშინ ყველა ის ქვა, ყველა ის მოლოტოვის კოქტეილი და ყველა ის უბედურება, რასაც ის ნაძირლები და გარეწრები ისროდნენ, ჩემს გულს ხვდებოდა და დარწმუნებული ვარ, თქვენს გულს ხვდებოდა და ყველა ჭეშმარიტი. ჩვენ მაშინ ვიყავით ამ ხელისუფლების კი არა, საქართველოს მხარეს ვიყავით, მაგრამ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა და ეს რა გაიგო. მე აი წარხუხულასავით დაიშალა ჩემი წარმოდგენა, ჩემი მიმართება ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენი დღეს გავიგვიძე და დავინახე გადაშავებული თბილისი. ეხლა რუსთაველის პროსპექტი ჩამოვიარე და პირდაპირ გეუბნები ძვირფასო მეგობრებო. აი საგანგებოდ დავთვალე იმისთვის, რომ ეთერში მეთქვა. დაახლოებით ნახევარზია. იგივე ვნახე მეც, მე თავშევლების დაახლოებით, აი შემხედრები, დაახლოებით რაოდენობით არის 50%, 50%. არაქართული სახეები. ხო, ანუ ქართველები ნახევარია და არაქართველები ნახევარია. დაახლოებით 2 წელიწადში. არც უნდა 2 წელი, თუ ასე გაგრძელდა და თუ ესენი ქართული მიწების გაყიდვას აი ამ ტემპებით გააგრძელებენ, თუ ესენი უცხოელ მიგრანტთა საქართველოში ესე აღვირახსნილ შემოჯირითებას გააგრძელებენ, აი ამ პოლიტიკას გააგრძელებენ, მაშინ ეს ციფრები შეიცვლება ქართველების სასიკვდილოდ და საქართველოს სასიკვდილოდ და ეს პროცენტები დაჯდება 70-30-ზე და კიდევ ერთ წელიწადში ეს პროცენტები დაჯდება 90-10-ზე. 90-10-ზე და უახლოვდებით ჩვენ ბატონო კობახიძე და ქართული ოცნების მესვეურებო იმ საბედისწერო რიცხვს და მაჩვენებელს, როდესაც თბილისში ჯერ მხოლოდ თბილისზე ვლაპარაკობ 1910 წლის აღწერის მონაცემებით ქართველთა, ეთნიკურ ქართველთა ხვედრითი წილი იყო 10%. კი ბატონო, და თბილისის საკრებულოში 10% მმართველობაში იყო 21 ხმოსნიდან 17. ეხლა ხატისოვები რასაკეთებდნენ და იქ რა ხდებოდა და აკაკი წერეთელს რო არჩევნები წააგებინეს და ნუ ეხლა ეს ხო ცნობილი ამბებია და აღარ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ეთქობა ვიღაცას დაწერილი აქვს გეგმა, რომ თბილისში მოსახლეობის ხვედრითი წილი დასვას იმ მონაცემებზე მისადაგებულად, რაც იყო 1910 წელს. 1910 წელს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს დღევანდელ დედაქალაქ თბილისში ეთნიკურ ქართველთა რაოდენობა იყო 10%. დანარჩენები იყვნენ სომხები, ქურთები, ბერძნები, რუსები, თათრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს იყო ჩემთვის ის წითელი ხაზი, რომელმაც ესე იგი აბსოლუტურად აი პირდაპირ ვიტყვი, რომ აი პირდაპირ ამჭრა. მე ცეცხლზე ნავთი დაასხა დღევანდელი პრემიერის გამოსვლა. კაცი გამოვიდა და მე არაერთ გზის მithქვამს, ეგ ბატონო გიგლა. კაცი გამოვიდა და ლაპარაკობს ესეთ რაღაცას. მე თუ ტყუილს ვამბობ, აგერ არის კაცო, ჩანაწერები და ამოიღე. ესენიო რას ლაპარაკობენო ახლაო, ესენი რას გვაბრალებენო ჩვენაო. ბოლო 4 წლის განმავლობაშიო, ჩვენო საქართველოსიო და თბილისშიო 60,000 უცხოელ მიგრანტსო მივეცითო ბინადრობის უფლებაო და რა ამანო საქართველოსიო ეთნიკური რუკაო შეცვალაო. ესე იგი მე აი ქვეყნის მართველი პირი ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 60,000 უცხოელ მიგრანტს მივეცით 4 წლის განმავლობაში ბინადრობის უფლება და თქვენ რას ლაპარაკობთო, ხო არაფერი გელანდებათო, რა შეიცვალა საქართველოში. თქვენ ბატონო ირაკლი საცხოვრობთ. თქვენ სახაც ვაკუუმში ცხოვრობთ, გამოკეტილი ხართ. თუ თვალში არ იხედებით, ან თბილისში, ან საქართველოში როგორ გადაადგილდებით? აი რაკეტაში ზიხართ და გასული ხართ უკვე, ესე იგი, ხო, გასული ხართ სტრატოსფეროს მიღმა თუ სადა ხართ ვერ გავიგი. აი რა ხდება, რა უბედურება. გაიხედეთ კოჯორში, გაიხედეთ ტაბახმელაში, შეხედეთ თბილისის უბნებს, კვარტლებია, სადაც უკვე ქართული ლაპარაკი აღარ ისმის. დაუპატიჟოთ იმ არაბულ სოფლებში, ეგერ თელავში, სხვაგან და ნახავს თავისი თვალით, რა პრობლემაა. ხო და კი, მაგრამ ეს ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებთ თქვენ. ყიდით საქართველოს, გაყიდეთ საქართველო, ყიდით ქართულ მიწებს,
ყიზილბაშებზე პირდაპირ გეუბნებით ეს კრეფსიტი სიტყვა და ყიზილბაშებში იგულისხმება არაბები, ინდუსები, ირანელები, თურქები და სხვები აღარ გავაგრძელებ ყიდით ყიზილბაშებზე ქართულ მიწებს აკეთებთ ფულს და ამას ეძახით ინვესტიციას ეგ არის ინვესტიცია ეს არის სამშობლოს გაყიდვა აი ესე გაყიდეთ თქვენ ასე გაყიდეთ თქვენ გონიოში ქართული მიწა ასე გაყიდეთ თქვენ წანისის ტყეპარკი რომელიც სხვათა შორის საპატრიარქოს საკუთრება იყო მაგრამ ჩემდა გასაკვირად oi საკვირველებაო საპატრიარქო დადუმებულია და ხმას არიღებს გაოგანებული ვარ მე არ ვიცი 1-2 მეუფისა და მე არ ვიცი ესე იგი საქართველოს საპატრიარქო საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესია იყო როგორც აი ეს ალესილი მახვილი საქართველოს გადასარჩენად ეს უხსოვარი დროიდან მოყოლებული რა თქმა უნდა კაცო მარადის ზოლაში 3 ეპისკოპოსი დაიღუპა კაცო ხმალდა ასულები ესე იგი ანჩის ეპისკოპოსის ეზრა ანჩელის ხმალი ესე იგი დღემდე საარაკო ისტორიის დამტევია ჩვენს თავგადასავალში ჩვენ სისხლიან ჩვენი სამშობლოს სისხლიან თავგადასავალში ხო და მე არ ვიცი აი საბამტბევარი ეზრა ანჩელი და ანჩის ეპისკოპოს ერთადერთს ჰქონდა საქართველოს ისტორიაში უფლება რომ ხმალ შემორტყმულს ევლო და არ ვიცი საპატრიარქოში ხმალის დაგიჩლუნგდათ სიტყვაც დაგიჩლუნგდათ თუ რა ხდება ძალიან დიდი ბოდიში რა თქმა უნდა მე არ მინდა რომ ვინმე დიდი კითხვის ნიშნებია ჩემოდითო მან ძალიან დიდი კითხვის რა შეიძლება მასალას ეს კაცი ლაზარე ჯორბენაძე დიდი ხანია ჩემი რესპონდენტია და ჟამითი ჟამად როგორც ვახტანგ მეექვსე იტყო და მისი ინტერვიუები გაზეთ ასავალში იბეჭდება ამ კაცმა როდესაც საქართველოში აი ამ უცხოელი მიგრანტების შემოსევის შესახებ დაიწყო ლაპარაკი მაშინ საქართველოს მეცნიერებაში და აკადემიაში გავაკეთე ამის შესახებ გვესწრებოდი მე იმ მე მომთხოვეს იქ ჩემთვის ძვირფასმა და პატივცემულმა ადამიანებმა რომ კონკრეტულად ესო ჩვენო პრემიერ-მინისტრს უნდა გაუგზავნოთო შეკითხვაო რომ ეგრეაო და ჩვენო აი რაღაცაზე დაყრდნობითო და თუ შეიძლება დოკუმენტებიო ესე იგი მე მივიტანე ბატონო გიგლა თელი დასტა ჩვენც გვაგეს დასტები თელი დასტა დოკუმენტების მივიტანე გაყიდულია ქართული მიწები და გაყიდულია საქართველოზე შემოსეულები არიან 800,000-ზე მეტია შემოსული საქართველოში კაცო სახტად დარჩა ერთი ჩემთვის ძვირფასი აკადემიკოსი და ძალიან პატივსაცემი ადამიანი არ მინდა ახლა უხერხულობა შეუქმნა ვინმეს და გვარებს და სახალხს არისო ინფორმირებული ბოლომდე ხასაკითხი ხო არ იყვნენ სახტად დარჩა ხალხი ასე რომ ეს კაცი რაღაცა საერზე არ ლაპარაკობდა და ეხლა რა ვიცი რა ღმერთი გაუწყრება რომ ეგეთი რაღაცა თქვას მით უმეტეს გამოვიდა გაზეთი მეორე ნომერიც გამოვიდა და თქვა რომ მე ჩემი სიტყვები უკან არ მიმოგვსო და ეხლაც ვეკითხები ამ ნომერში რომელიც ორშაბათს უნდა გამოვიდეს და იქაც ამბობს ეხლაც მეორდება ხო რა თქმა უნდა იქაც ამბობს რომ მე რაც ვნახევ ამბობ იმას ეს არის ასე და დაახლოებით ლაპარაკობს შეიძლება როდი შეიძლება ეს გასაჯაროვდეს იმიტომ რომ სადღაც რაღაც ცოტა ხანში საქართველოში კლიმატი შეიძლება პოლიტიკური და ახალი ხელისუფლება ამას აუცილებლად გამოვიდეს მე უნდა წავიკითხო ამ ასავალდასავლის 9 თებერვლის ნომერში ბატონი ლაზარე ჯორბენაძე ბრძანებს და ბატონი დიდოს ინტერვიუში ესეთი სათაური აქვს არც ერთი ჩემი სიტყვის უკან წაღებას არ ვაპირებ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ დიახ ეს დოკუმენტი მე ვნახე. ეხლა ყველაზე დიდი რა დოკუმენტზეა საუბარი ჩვენს მაყურებელს ყველაზე დიდი გაკვირვება ჩემში რამ გამოიწვია. საკველპურო საუბარში, როდესაც ტელეფონზე, ეხლაც კი მახსოვს, სად ვიდექი, უნივერსიტეტში ლექციებს მოვრჩი, ბავშვებს გამოვემშვიდობე და ჩამოვედი იქ მოკლედ უნივერსიტეტის პატარა კიბეებიდან და ტროტუარზე ვიდექი და აი ამ დროს კაი მზიანი ამინდი იყო, წარც ისე დიდი ხნი, აი 2-3 კვირის ამბავია რა. საუბრობდით და მოაყოლა რომ გარეჯიო გადასცესო მათო და არსებობსო დოკუმენტიო, მე მაქვს ნანახი დოკუმენტიო, არაჯერ არ უთქვამს,
არსებობს დოკუმენტიო, რომელზეც კობახიძეს აქვს ხელი მოწერილი ალიევთან ერთად. ეს არისო დაღუპულები ვართო რა და მე ვთხარ რა იცი მეთქი თქვენ მამაო მეთქი და როგორ რა ვიცი ჩემი თვალით ნახეო. რას ლაპარაკობ მეთქი და ეხა ამის მერე გავიდა რამდენიმე წუთი. ბატონო გიგლა, იმიტომ რომ მე იცით რა არის ეხა თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და ჩემგან რა გესწავლებათ. არის რაღაც თემა, რომელიც შეიძლება კაცმა ისე გითხრას, მაგრამ არ იყოს მზად იმისი გასაჟღერებლად უამრავია ასეთი შემთხვევა. თქმა უნდა. მე არ მიყვარს რომ ეხლა რაღაცა რო კაცი რაღაცას რო იტყვის და მე რო აი დაახშობ გინდა თუ არა. ხო და მაინც ისე რაღაცა ისე უთხარი, რა შემოვლით რომ მე უთხარი. ამას თქვენ მე რო რაღაცა იყოს მეტყვით მეთქი და რა პრობლემაა? გეტყვიო. ნახეო, მეო, თავი გადადებული მაქო. მეო, არასდროს არ დამიმალავს. ასე ჩვენთან საუბარშიც არ არის. მე არასდროს დამიმალავს, რომ სააკაშვილიდან მოყოლებული მაქვს უმაღლესი დაშვება ზესაიდუბლო დოკუმენტებზეო, რომ კუც და სააკაშვილის სპეცსამსახურებს იურიდიულ კონსულტაციებს უწევდიო. ეს მე არ დამიმალავს, არ უმალაო და მე ამ დოკუმენტზე წვდომის იურიდიული საშუალება მქონდა და ჩემი თვალით ვნახევ. ნუ გავოგონდი რა პირდაპირ გეუბნებით რა. მე დაურეკე ბატონ ლაშას, თავად რედაქტორს. მე ვთქვა ესეთ რაღაცას ლაპარაკობს, ლაშა ეს კაცი. ესეთ რაღაცას ლაპარაკობს ეს კაცი და აი მაშინ გავიარეთ ზუსტად ბატონო გიგლა და ეს იყო ბატონ ლაშას რაღაცნაირად ეხლა როგორც რედაქტორის, როგორც ხელმძღვანელის პირდაპირ მითითება, რომ აი 9-ჯერ მაინც კითხე დიტო რა, 9-ჯერ აბსოლუტურად არის ბატონო ლაშა მოქცევა. ხო, 9-ჯერ კითხე რომ კაცო ნამდვილად ნახე? აი ცეცხლად თამაში. იმდენად ხშირად გაუმეორე ეს შეკითხვა შეიძლება ვიღაცას რაღაცა ის ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში შეებარა ეჭვი, რომ ეს კაცი ან რაღაცას ვერ იმახსოვრებს, ან რაღაცას ვერ გებულობს, მაგრამ ეს მე გავაკეთე, ვიფასო მეგობრებო, მიზანმიმართულად, კაცი მეუბნება, რომ ნახა დოკუმენტი სახელმწიფოთა შორის შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკა მოსპეს, თავის პირველ პრეზიდენტია და მოკლეს და მიაყარეს მიწა. ხო. შევარდნაძის შვილებმა და შვილიშვილებმა. ერთად არიან ახლა ყველანი პარლამენტში და ერთნი. ზვიადის მკვლელები უზით პარლამენტში. ხო, და უკრავენ ტაშს ერთმანეთს, ნაძირალები ესენი. ხო და მოკლედ ახლა რაში არის საქმე, ხო? და მოკლედ ამ კაცმა მითხრა, რომ ნახე ეს დოკუმენტი, სადაც ამას აწერენ ხელს კობახიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი. დაახლოებით ეს დოკუმენტი არის 100 გვერდიანი. მე ვთხარი 100 გვერდი ნახე მეთქი. არაო, იქ იყო სადღაც 13-14 გვერდი ეხება დავით გარეჯის მოწმობა. აი ამ მონაკოც ეხება. აი ამას ეხება ზუსტად, რომლის თანახმადაც საქართველოს ისტორიული მიწები. დავით გარეჯის ქართული სავანები. აღდგომის ტაძარი, ჩიჩხიტურის კოშკი და სტრატეგიული სიმაღლეები აღმოჩნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარში და ეს საქართველოს აღარ ეკუთვნის. ეხლა მე ყველაზე მეტად მიკვირს რა. როდესაც ესეთ რაღაცას სახელმწიფოს პირველ პირს ამოდენა გაზეთი და ვამაყო საქართველოში ნომერ პირველი გაზეთი. ტირაჟი და ხელს ადებს, რომ შენ გაყიდე ქართული მიწა. როშენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ხელი მოუწერი ასეთ დოკუმენტზე და ქართველი ხალხის ზურგს უკან გააკეთე შენ ეს ყველაფერი. როდესაც ესეთი ბრალდება ჟღერდება, ამით უნდა დაინტერესდებს საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პირველ რიგში საქართველოს გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოპოზიცია. თუ მას ქვეყნის ბედზე რაღაცა საათყავს დედობა და ოპოზიცია. ანუ შეხედეთ აბსოლუტურ სრული სტილი ბატონო გიგლა. მაგაში. სრული დუმილი. არსაიდან ხმარსი ძახილი, ყველა არის გალურსული, ყველა არის გასუსული და ხმას ვერ იღებს ვერავინ. რა ხდება, რა შეიძლება? აი გუშინდელი დებატები გავიხსენოთ თუნდაც პირდაპირ ეთერში
მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა პრემიერმა გობახეცემ, დაუჯდა ეგრეთ წოდებული ოპოზიციას, მაგრამ როგორი ოპოზიცია ახლა ეს? გახჩოები და ველოები და გირჩები, ვიცით ჩვენ რა ოპოზიციაც არიან და რა წვლილი მიუძღეთ აპარატს. მაგრამ ერთი რაღაცა, მე აქცე ყურე და ახლა ჩვენ ორივე ჟურნალისტები ვართ, პუბლიცისტები ვართ, წამში აი ეს სულ ფიქრობდი, რომ ვიღაცა დასვამდა ამ შეკითხვას, ამ ხელა რაღაცა გამოვიდა, უკვე 10 დღეა გასული, კაცვილი ერთმა ეს შეკითხვა ვერ გაბედა. ყველაზე მეტად რა ხდება ბატონო რომ გაგვარ ანუ ნახეთ პირდაპირ ეთერი ეს რუსთავიორი ცხოვიცით ვინც არის რა ახლა მაგათი გამოცვლა როგორ საერთოდ მე სულ ფიქრობდი რა 90-იან წლებში საქართველოში აუბედურებას დატრიალდა რუსთავიორის მაშინდელი სტაფის შემოქმედებითი გუნდი მივართ არის პასუხი მოსათხოვი ძალიან სერიოზულად ეცაც მაგჭკუაზე ვარ იმიტომ ქვეყნის დაქცევაში და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ საინფორმაციო ომში რუსთავიორს მიუძღვის ლომის წვლილი მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს ესეა სამწუხარო და ეხლაც ვფიქრობ თუნდაც წამყვანი რო აჩერებდა კიდე აქედან რაღაცები ხო მას შეეძლო ეს შეკითხვა იმიტომ რომ ეს სამყარო ჭიჭინაძე ვინც არის ეგ კიდე ცალკე უბედურება და ტრაგედიაა მაგრამ ეხლა ჩავთვალ კაი არახან არ დაუშვეს გასაგები ხარ ახან ოპოზიცია ახსენე იმიტომ გავაკეთე ეს ასე ვთქვათ კომენტარი ჩემო დიტო მაგრამ მოდით ახლა ვთქვათ 10 დღე გავიდა სუსი ჩუმად არის არავინ არ ხმაურობს არავინ არ ეკითხება არავის არაფერს კაც თავი გადადებულია ასე ამბობს ესე იგი ჰაერზე ხო არ განაცხადებდა ეგეთ თამამ განცხადებას არა არც თუ არიანჩ ხო ამიტომ მე მაინტერესებს ერთი დეტალი რომელიც აი შენს ინტერვიუშიც რატომღაც კი ეკითხები ყველაფერი და ასახელებს მაგრამ მე ჩემი ინფორმაციით ოღონდ ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია და პირდაპირ ვაფრთხილებ ახლა ვინც მოგჩერებია და მე ვამბობ უსაფრთხოების სამსახური ჩემი დაუზუსტებელი ინფორმაციით არ ვიცი შეიძლება ეს დასტურდება შეიძლება არ დასტურდება ვერ გეტყვით მაგრამ მაქვს ეგეთი ინფორმაცია გადამოწმება უნდა ამას რომ ეს უფლება ისე დაშობა ნომერ 1 ვისგან აქვს მიღებული ადეიშვილისგან რომელთანაც მას კონფლიქტი ჰქონდა მამაოს როგორც ის მიდასტურებ ხო? ჩემთანაც აქვს ეს მოყოლილი მაგას და ბატონო ეგ ინტერვიუში მითხრა და დასამალი არაფერია ადეიშვილმა მას მოთხოვა 50000 ამერიკული დოლარის გადაწყვეტა ნაციონალური მოძრაობისთვის ამან უთხრა უარი ადეიშვილმა შეაგინა დედა და ამას სილა გააწნა კაბინეტში გესმით ხო? სილა გააწნა ლაზარე ჯორბენაძემ ასე ლაბარაკობს პირდა ეს გამიჭდილია ყველაფერი ამის შემდეგ ქსნის კოლონიაში პატიმართან შესახვედრად რო იყო როგორც ადვოკატი, იქ სპეცდანიშნულების რაზმა აიყვანა როგორც ტერორისტი და გაუშვეს ციხეში. ბათუმის ციხეშიც იყო ტანჯეს იქ საწყალი, ორჯერ გადაიტანა გულის ინფარქტი. მოკლედ მე თავისმა ძმამ სააკაშვილის სასამართლოს მაღალჩინოსანმა და ადეიშვილის ერთგულმა რო იტყვიან ცერბერმა ომარ ჯორბენაძე ჩააკითხა იქ თავისმა ძმამ და როგორც თავად მითხრა ეს მისი ეს გამოქვეყნებულია და მხოლოდ ამიტომ ბედავ მე ამ თემაზე საუბარს არ დაუმალავს მას და დაბეჭდილია ეს მე დაუბეჭდე და უთხრა რომ შენ მოკვდე ციხეში გესმით ხო შენ უნდა მოკვდე ციხეში იმიტომ რომ შენ გვიშლი ჩვენ ხელს ძმა ეუბნება მას გესმით ბატონებო რა ხდება იცით რაშია საქმე ახლა ყველაფერი ხდება ცხოვრებაში ყველაფერი სწავლეს პავლეთ ცევა გარდაქმნა მოხდა ხოდა აი ამ ეს კაცი მე მეუბნება რომ მე ჩემი ცოდვები ყველაფერი თქვი ვინც ვიყავი მე არ უმალავ ვინც ვიყავი მაგრამ მე ეს ვნახე და მე ვარ ქართველი კაცი და იყიდება საქართველოსთან ეხლა გამოდიან ეს გარეწრები ეს ერთი მუჭა ერთი ჯგუფი როგორც ილია იტყოდა ერთი ჯგუფი აი ამ ნაძირალებისა და ესე იგი ილანძღებიან წაღმოვიდა ჩემი და შენი კოლეგები ნაცვლად იმისა რომ თქვან რომ ეს კაცი რასაც ლაპარაკობს მართალია ბატონო ხელისუფალო ნაცვლად იმისა რომ 9 ჯერ შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს გარეთ თუ შიგნით ეზოში თუ შენობაში ეკითხათ რომ ესეთი რაღაცები იწერება ბატონო ირაკლი და მართალი ბატონო მოაწერეთ ხელი აბსოლუტური დუმილი ხმას ვერ იღებენ იცით რატომ ყველა ის ტელეკომპანია ვითომ რომ ოპოზიციურია ვითომ რომ თავისუფალია საქართველოს გაყიდვაში არის თანამონაწილე გაიხსენეთ ინგა გრიგოლიას ეთერი ვალერი ივერი მელაშვილს
და ნატალია ილიჩოვას ამოუდგა ფეხზე და ფეხზე დამდგარებმა რომ ტაში დაუკრეს. საქართველოს დამღუპველებმა და სამშობლოს მოღალატეებმა. ფიქრია ჩიხრაძეებმა, მანა ბარადიულმა კაგებეშნიცამ და მისმა დასმა. აი ისინი რო იყვნენ რა, ვინც იყვნენ იქ. ელენე ხოშტარია და ასე შემდეგ და ეს შემდეგ. აი ამის შემდეგ თქვენ რომელ თავისუფალ ჟურნალისტიკაზე მელაპარაკებით ბატონო გიგლა და ვისი იმედი გაქვთ? ვის ხელშია მედი ჩვენი ვისაში? მე და შენ ჩვენი თავისი მედი გვაქვს და სამი ქართველების მოგებრივია და იმ სამი ქართველების გაერთიანებას ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს არის მთავარიო. არა, ამ მაგათი იმედი ჩვენს ეკნამეთი რა. სინერგია გაყიდულები. ჩვენ ზვირფასო მაყურებლებო, ჩვენო მხარდამჭერებო, აი ამიტომ ვაშიშულებთ ამ ყველაფერს, აი ამიტომ ვეხებით შიშველი ხელებით ამ ნაკვერცხალს იმდენი რაღაცა გაკეთებული ამ ქვეყანაში. მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, ბოლო 35 წლის მანძილზე საქართველოს სასწავლებლებში რაც კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტებია და რაც კი ჟურნალისტი გამოუშვიათ, ჩემოდითო, ხო? ყველამ რო ჟურნალისტური გამომძიება დაიწყოს მუშაობა შეუძლებელია, მაგრამ მაინც რომ დაიწყოს და დაიწყოს გამოძიება, აი ამ პერიოდს 1.5 საუკუნე მაინც დაშირდება. იმდენი რაღაცა დაუშავრა ამ სამმა ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა, ნაცებმა და კოცებმა ქვეყანას. აი ესეთი მდგომარეობამდე ქვეყანა მიიყვანილი, ამიტომ ქართველთა დიდი გაერთიანება ეძებს აქა-იქ და ასეთი აქა-იქ შემორჩენილი ხალხი, საღი ქართველები ჩვენ ძალიან ბევრი ყავს საქართველოს რაიონებში, სოფლებში, დაბებში, მთაში, ბარში და ყველგან და ჩვენ ვაფხიზლებთ ამ ხალხს და გული ხელით რო უკავია და აქ მოდიან ოფისში და გახმაურებიან, ხვდებით მას. ნუ, პრინციპში ეს თემა ჩვენ ერთიც მინდა ვთქვა თქვენის კბილები უკაცკაცებთ, არ მინდა ახლა კიდევ ახსენო, მაგრამ ბატონ გია ყრუაშვილთან, ცნობილ სამოქალაქო აქტივისტთან, მე მქონდა ცელი საგაზეთო ინტერვიუ. დეკემბერში გამოხდა ეგ ინტერვიუ გაზეთში, წინა წლის დეკემბერში, გაზეთ ასავალში, სადაც მან საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსნებს დაადანაშაულა. დაცაგურიას ხელი დაადო და ამხილა კორუფციაში, უბედურებაში. კი ბატონო, წაკითხული მაქვს მახსოვს. ძელი ამბები რაღაცა. აი ამის შემდეგ ბატონი გია ყრუაშვილი გამოვიდა და Facebook-ში, სოციალურ ქსელებში მოინანია ეს ყველაფერი და თქვა, რომ მეო შეცდომაში შევედიო, ესენიო ყინწვისის ანგელოზები არიანო, არავითარ კორუფციას ადგილი არ აქვსო და შევცდიო, ძვირფასო მეგობრებაო და მეო ბოდის გიხდითო და ასები. მე იმთავითვე გულმა რეჩხი მიყო, რომ ეს Facebook პოსტი მისი დაწერილი არ იყო. გუში მქონდა მე მასთან ცოტა ისეთი საუბარი, იმიტომ რომ მაგას პასუხი გაეცა წერილით, ასავალის სახელით, ხო და გიამ პრაქტიკულად იქ აღიარა ის, რომ ეს წერილი მისი დაწერილი არ არის. ახლა მე ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ღმერთმა ხო იცის, რომ ჩემთან საუბარში ეგ მან თქვა, ეგ წერილი მე არ დამიწერიაო. ესენი ერთმანეთს უწერენ წერილებს, ასე გოგან ხაინდრავაძეს ამ წერილებს. ახლა მაგას შეიძლება წერა კითხვასთან ცოტა ისეთ რაღაცების ამბობ შეიძლება მცხრალადაც იყოს, მაგრამ გამოჩორკნილი სიტყვებით რაღაცა ჩამოაყალიბო. ერთი სული აქვს ადამიანების ერთ ჯგუფს, დასუნსულობენ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში და გაიძახიან, რომ აი დაადგება ჟამი, ეხლა მალე ლაზარე ჯორბენაძეც გამოვა და გია ყრუაშვილის მსგავსად იტყვის, რომ მე ცილი დავწამე. ამ ხელა. ესე იგი, წარმოგიდგენია თქვენ რა დონეზე არიან ეს საწოდავები, რა დონეზე არიან ეს საწოდავები მოღორებულები, რა დონეზე არიან დაკონვერტირებულები, აბა ის 1200 კონვერტი რო იპოვეს, სუსტი ყოფილი შეფის, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის ბინაში, ის კონვერტები, ბატონო გიგლა, თქვენთან და ჩემთან კი არ მიდიოდა, იმ ხალხთან მიდიოდა, რომლებიც დღეს ენაგადმოგდებულები დარბიან და მიერთებულები არიან 1000 ოხრობასთან და უბედურებასთან, სპეცსამსახურებთან და სამშობლოს ღალატზე თხელი მოწერილი, კაცო. ნუ პრინციპში ახლა ეს თემა ვიცი რომ და თქვა ამ კაცმა რომ არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკანო და დაწყნარდით რა. მაპატიეთ და დაყენდით რა. და დაწყნარდით თქვენა. აცი უკვე მე როგორც მედიოლოგი ვიტყვი რომ გამორიცხულია აქ სხვა გამოსავალი არ იქნება გარდა თავარი შეკითხვის, რაც ქართულ ხალხს უკვე
გაუჩნდა იმედი მაქვს და ჩვენც ქართულთა დიდი გაერთიანებაც უერთდებით ამ შეკითხვას. ბატონო პრემიერო, ან მივმართავთ სულს, აღიარეთ, რასთან გვაქვს საქმე და რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მით უმეტეს ჩვენ ვიცით რომ ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის რეჟიმის დროს დაიწყო. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ჩანაწერები არსებობს. დიახ, ჩანაწერები, ბოლო ისინი ვიდეო ჩანაწერები ეგენ ახეთ საქართველოს აზერბაიჯანის ასე ვთქვათ გამყოფი საზღვრები აქ არის მონიშნული გაკეთებული იმის მიხედვით როგორც მათ უნდათ 2006 წლიდან მოდის ეს საუბრები ყველაფერი გვახსოვს სააკაშვილის ცნობილი გამოთქმა და ეს ვიდეო ჩანაწერი საზღვარი უნდა გატარდეს ისევ დიახ ანუ ისე როგორც მათ და აქ მე მოვძებნე ეს ინგლისურენოვანი დოკუმენტები და დებატები ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის შემოდითო და იქ არის საუბარი რომ აი ამ კოშკს განსაკუთრებით იქ მაღლობს მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ისინი ამას არასოდეს არ დათმობდნენ რაღაცა. ეხლა იქ რუკა კარტოგრაფიების საქმე და მთელი ამბები ეს საქართველოს შესაბამისი სამსახურების გამოსაძიებელია. თუ არა და ჩვენ მეგვიშვით ბატონო მაგ დოკუმენტაციასთან ჟურნალისტი გამომძებლები და რა დოკუმენტაციას დავდებ და როგორი პასუხისმგებლობი დავწევთ ამ ყველაფერს ამას დაინახავთ. ეხლა მე მახსოვს დიდო შენ გეხსოვნება აუცილებლად 1990-იან წლებში როცა გაზეთ შანსის წინააღმდეგ დაიწყეს სამართლო დავა და იქ 400,000 მანეთს ითხოვდნენ ჟურნალისტი გოგი და მელიქიძეს თხოვდნენ 400,000 და შანს თხოვდნენ 400,000 ლარს რისთვის რომ რესპონდენტმა რაღაცა გაიხსენა პრეზიდენტ გამსახურდიაზე და ამის გამო ჟურნალის მოთხოვის პასუხი. ეხლა იმედი მაქვს რომ ამის პრეცედენტი ბატონ დიდოსთან არ იქნება, თორე ჩვენ მთელი ჟურნალისტური ამქარი და მე რა უნდა მიქნო ჩანაწერი ჩანაწერი არსებობს, ყველაფერი არსებობს და მიხედეთ თქვენს გაფუჭებულს, ეს არ მინდა ეხლა გონზო სიტყვები ვიხმარო და ისე მოგმართოთ ხელისუფლებას და განსაკუთრებით მივმართავ გამправებლებს. ყველაფერს აქვს ბატონებო საზღვარი. დაგვიძახეთ ჩვენ ქართულთა დიდი გაერთიანების წევრებს, მოვალთ თქვენთან ეთერში, ან თქვენ მოგზანდით ჩვენთან ეთერში და ვიდებატოთ აქ, დავილაპარაკოთ რა ხდება ჩვენ ქვეყანა გვტკივა და არა თქვენი ბჟუტური არც ერთი მხარის და არც მეორე მხარის. რეალურს უყურებთ აქ იქ ზოგიერთი პროპაგანდისტი იძახდა იმას აბა მაჩვენეთ ერთი ქართული სოფელი კი ბატონო ჩაგვისხეთ ერთ იმაში მანქანაში ბენზინი და წავიდეთ ერთად თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში და ვნახოთ ის გალავანი როგორ არის შემოვლებული და როგორი სწრაფი წესით შეუცვალეთ სასოფლო სამეურნეო მიწა რა ქვია იმას მშენებლობის უფლება როგორ მიეცეთ იქ 145 თუ 165 ვილა გაკეთებული, სახლია გაკეთებული, 2 მეტრიანი ღობეა, იმისი ბეტონი შემოვლებული ბლოკის და ცხვირს ვერ ყავს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების ვერც ერთი წარმომადგენელი. ზუსტად იგივე სიტუაცია, ნიუ-იორკში რო არის რაღაცა და ვაშინგტონში რაღაცა კვარტალი, სადაც აი ეს სიმსივნეები ამოზარდეს ეს ყველაფერი ამოზარდეს და ესენი ძალიან სწრაფი ტემპით მრავლდებიან ჩვენ სამწუხაროდ ჩვენგან განსხვავებით ჩვენთან დემოგრაფიის პრობლემები ვიცით თქვენ რა მდგომარეობაშიც ვართ და ამ დროს დემოგრაფიის პრობლემების მოსაგვარებლად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ხელისუფლებას მრავალშვილიანი დედების და ოჯახების დასახმარებლად როგორც საჭიროა იმ დონეზე თორემ ის. ეხლა დიდო ისევ დავაბრუნდები ამ თემას და მე სხვა შეკითხვების მექნება ხომ ეხლა მე და შენი ხალხი ვართ, ვინც დიდი ხანია მისია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის ამბავს და არა თვითმკვლელობას ეს თავიდან არ გეროდა. ეხლა მამა ლაზარეს იმ დროსაა აღებული, რა ქვია, ეს დაშვება ნომერი პირველი, თქვათ უფლება, რომ ხელი შეიძლებოდა ენახა ის გეგმარი, რომელიც შეიქმნა თავის დროზე სოჭში და რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა პრეზიდენტ გამსახურდიას დევნა და მოგვდინება. ხო არ დაგისვამს ეს შეკითხვა? ხო და ჩვენ ამაზე საუბარი ამ ხრივ. კი, რას ფიქრობთ, რამეს ხო არ მოკრა თვალი? გეტყვით, აგერ მქონდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი რამდენიმე ინტერვიუ მქონდა და სხვათა შორის მას ნანახი აქვს ის დოკუმენტი. ის დოკუმენტი გენერალურ პროკურატურაში რაც ძევს დოკუმენტი და მან მითხრა ხო ის დოკუმენტი გაფუჭებულიაო მან მითხრა ის გაფუჭებულია ის დოკუმენტი გაფუჭებულიაო
მას აქვს, ახლა ეს სანამ კაცთან მექნებოდა მე ურთიერთობა და სანამ ესე იგი ეს იტყოდა მის შესახებ, ეს მეც ვიცი, რომ ეს ამას სხვათა და ანაციცის ამის შესახებ და ბევრმა იცის და დარწმუნებული ვარ თქვენც იცით რომ სხვათა შორის დაინტერესებული იყო ადეიშვილი. ეს ავად სახსენებული წეული ადეიშვილი ზვიად გამსახურდია წყვილობის გახსნით და ბოლო აკორდი იყო დარჩენილი ამ საქმეში. გამშეუშალოთ ხელი. ბოლო აკორდი იყო ამ საქმეში დარჩენილი დასაკითხთა, ერთ სიტყვით, გამომძიებელთა ჯგუფი უნდა წასულიყო კრწანის რეზიდენციაში ედუარდთან, შევარდნაძესთან და დაეპატიმრებინა, დაედოთ ხელბორკილები. აი ეს იყო დარჩენილი, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, განხორციელდა ორი ზარი სააკაშვილის კაბინეტში, ერთი ვაშინგტონიდან და მეორე მოსკოვიდან და სააკაშვილმა უბრძანა მას თავის ერთგულ ცერბერს აი ამ ადეიშვილს რომ ამ საქმისთვის თავი გაენებებინა. მე გაგახსენებ თქვენ ერთ ძალიან საინტერესო ესეთი ბრძანებები ბევრია გაცემული ძალიან საინტერესო მომენტს, იმიტომ რომ ეხლა ხო ხედავთ ეპშტეინის ფაილები საჯაროვდება და ვინ ყოფილა მსოფლიოს სათავეში და ვინ იყო მსოფლიოს ელიტა. კანიბალები, აბსოლუტურად ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, კოლელები, სატანისტები. ხო გამოჩნდა უკვე რა. ეს კიდევ იქით ვაგრძელებთ სიარს. კიდე. ესე იგი, ეს ჩვენი ეს სააკაშვილი იძახის მეცავარო მან თუ ეს სულელი ეს ჯერი არ ვიცი ეგეთი უზნეო და ეგეთი წყალწახებული როგორ უნდა იყოს კაცი ეგეთებს ნიშნავდნენ რაღაცა ტუტანხამონის რო თქვა რომ ჰოვარდსო რაღაცა გადაუვარდაო ტუტანხამონის აკლდამის გახსნის დროსო რაღაცა პაპირუსიო და ისა და რაღაც უცნობი პაპირუსიო სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას მე ვარ მოხსენიებული მაგ პაპირუსიო ტუტანხამონის პაპირუსიო რა ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნე არის მე ისი თქმა მინდა აი გაიხსენეთ თქვენ ძვირფასო მეგობრებო და ბატონო გიგლა რა განცხადება გააკეთა ვარდების რევოლუციის დროს როცა აი სიტუაცია რო ტორტმანობდა რა განცხადება გააკეთა რიჩარდ მაილსმა მაშინ შევარდნაძე რო გაჯიქდა და რაღაც სიმართლეების ლაბარაკი რო დაიწყო არ მოეწონა როგორ გადმოატრიალეს როგორც მონა წამში რიჩარდ მაილსი ამერიკის ელჩი საქართველოში გამოვიდა და განაცხადა ბატონ შევარდნაძეს ხო არ დაავიწყდა როგორ მოვიდა ხელისუფლებაშიო და ვის გვამზე გადაიარაო მეანიშნეს ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია მოკლა ედუარდ შევარდნაძე და შევარდნაძის შვილები აგერს ხედან პარლამენტში და ხელისუფლებაში კოცნიან ერთმანეთს ურიგებენ ერთმანეთს თანამდებობებს ედუარდის შვილები და შვილიშვილები არიან კობახიძეებიც და ყველანი იქ ვინც ძანდებიან ეხლა კობახიძის მამა იქ მონაწილეობდა 17 ედეპეშნიკის ზის საქართველოს ხელისუფლებაში რომელიც ესე იგი როგორც კახური ჩურჩხელა თათარაში ისე არის ამოვლებული საქართველოს პრეზიდენტის სისხლში ამწუხაროდ შარმანაშვილი განსაკუთრებით შარმანაშვილები და ყველანი ესენი რა ქვია რომელი ერთი ჩამოგიტვალო ხო ეხლა რახან თქვი და შევარდნაძე ახსენე მე ერთი დეტალი მინდა შენს გაგახსენო და ჩვენს მაყურებელს უთხრა 1993 წლის აი წინა საახალწლო დღეებში ნატო უნიანს რომ იყავდა ორშაბათის ინტერვიუები ერთ-ერთი მასში აქ მას ეკეთებდა ქართველი საქართველოს მოსახლეობა ქართველი ხალხი მალე გაიგებს სასიხარულო ამბავს მას ეგონა რომ ზვიაც რომ მოკლავდნენ ხო საქართველოს პირველ პრეზიდენტს ეს ქართველ ხალხს გაუხარდებოდა აი აქამდე იყვნენ ისინი დარწმუნებულები და აქამდე იყვნენ 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს როგორც მე ვიცი შევარდნაძე სტუმრობდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი აცგანსვენებული პროფესორი ლევონ სანიკიძე აი გუბაზი რო არის ახლა დიდი ციცერონი. ხო, ნუ ის ბრძენთავბძენი. ის მოღალატეს ეძახდა ზუიას. ხო, აბა რა, მოღალატეს ეძახდა, კაცო, აგერ ჩანაწერი არის რა. არსებობს მისი ჩანაწერი, კი ახლა. სამშობლოს ღალატიაო, ეგაო. როქაჩავს შვილივი თუ ხო და ლევან სანიკიძე პროფესორი გუბა სანიკიძის მამა ედუარდ შევარდნაძეს სტანის სამთავრობო რეზიდენციაში შეგასწრებდა 93 წლის 31 დეკემბერია და ამ დროს გაისმა ზარი. შევარდნაძე იყო ძალიან ვერ იყო მთლად კაი ხასიათზე ლევანს რო ელაპარაკებდა. ეგენი კურსელები იყვნენ.
ქუთაისის დამთავრებული. ქუთაისში ისტორიის ფაკულტეტზე ნუ ახლა ინსტიტუტში. ლევან სანიკიძე მართლა ფენომენალური მეხსიერების და გაქანების ისტორიკოსი იყო, რაზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა პოზიცია სხვა იყო. შევარდნაძე ახლა ისეთი ისტორიკოსი იყო, ახლა როგორც მე და თქვენ ვართ ისა სი ძინპინის დეიდაშვილები, ხო და ერთ სიტყვით შევარდნაძე ვერ იყო ხათ კაი ხასიათზე. იმიტომ რომ იქ წინააღმდეგობები იყო. იგორ გიორგაძემ ცნობილია რომ უარი თქვა იმ დავალების შესრულებაზე. დიახ. ბევრი იქ იყვნენ იქ ვაჟკაცი ბიჭები, რომლებმაც უარი თქვეს, გამოვიდნენ, იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ თუ რა საშინელი განაჩენი ელოდათ მათ, მაგრამ ხო იყვნენ იქ გულვა იყო, ვიღაცები იყვნენ, რომლებიც სიხარულით აკეთებდნენ ამას. და ამ დროს გაისმა ზარი. ედუარდი გავიდა იქ მეორე ოთახში, აიღო ყურმილი და გაისმა სპეციფიური ხმა, სპეციფიური დამახასიათებელი ხმა. ამას ლევან სანიკიძე ყვება ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელსაც მეც ძალიან კარგად ვიცნობ და თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. ეს ავტომარგიანის ხმა იყო რა, მე ვიცანიო რა. იმდენად მჭექარე ხმა იყო და ისეთი გამოკვეთილი და დამახასიათებელი ხმა, აი ტელეფონის ყურმილიდან მე ის იყო. ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი მოგვარებულია. შევარდნაძე გამოვიდა თვალებ გაბრწყინებული, ძალიან აღფრთოვანებული და აღმაფრენით და გახსნა იქ კონიაკი და ერთად შესვეს რაღაცა გამარჯვების ადრინგზელოდა. კი ბატონო, ეხლა რას უნდა ეხლა ამას და ხართ მანდ ვინც ახართ ვიძია ბაბუებო საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელები ხართ თქვენ მანდ. დიახ, ზუსტად. თქვენ პასუხი უნდა აგოთ იქ. პარლამენტში კი არ უნდა ის ხალბატონმა რომ ჩაატარა იქ რაღაც ისა რა თამაშობა და რაღაცებს რო იძიებთ თქვენა და გიგაბოკერია რო გარეთ არის და ბარამიძე სერიული მკვლელი რო გარეთ არის რას იძიებთ თქვენა რა გამოიძიეთ თქვენ რა გამოიძიეთ თქვენ ვინ გამოიძიეთ თქვენ და რა საქმე გამოიძიეთ აფრასიძეების მკვლელი რო ქუჩაში დადის ვისი საქმე გამოიძიეთ ერთი თქვენ აი როდემდე თან როგორც ცინიკურად ჩაატარა მანეგ ოპერაცია ბატონო გიგლა ამ ხელისუფლებას ვინმე ყავდა ჩემნაირი მხარდამჭერი არა კიდასტურებ ამ ხელისუფლებას მე როგორ გაუსწორო თვალები ჩემს ახლობლებს რომლებიც ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ ესენი არიან მოღალატეებიო რა ხართ მოღალატეები გაყიდეთ საქართველოს და უმალავთ ხალხს ამას რა გამოდით და თქვით სიმართლე რა შემოწირალებოდ მადლობა ჩემოდით ეხა შენ ფანტასტიკური ფაქტი თქვი მე აქედან ვსარგებლობ წამყვანის უფლებით ჟურნალისტის უფლებით და პირდაპირ მოვითხოვ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციისგან შესაბამის რეაგირებას მარგიანი ჯერ ცოცხალია კიდე და მის დაკითხვას მის სათანადო დაკითხვას და არა ისე როგორც ამას თავის დროზე პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმეში ასე ვთქვათ გარეული პირების დაკითხვა მიმდინარეობდა გნებავთ პროკურატურაში, გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ფინჯან ყავაზე რომ გითხავდნენ ერთმანეთს და როგორც უნდათ ისე ჭრიდნენ და კერავდნენ იმას რა ქვია შეკითხვებს და პასუხებს და როგორც ჭრიდნენ ეგრე არა მარგიანი დიდი ხანია ბევრ რაღაცაზეა დასაკითხი მე შემიძლია კიდე ერთი ფაქტი ვთქვა ცხონებულმა გიორგი გაჩეჩილაძემ ჩემთან ერთხელ საუბარში თქვა და მე დაბეჭდილიც მაქვს თავის დროზე და ხშირად იმეორებდა ეს კიდეც როგორ ითხოვდა რამდენის გამღები იყო ავთომარგიანი ვიცე-პრემიერობის დროს ვერ გამსახურდიას თავისთვის 2 მილიონი მოგთხოვს და მაგდენი არ ქონდა 200,000-ზე დავითანხმეთ. ერთი ვარიანტი 200,000, მეორე ვარიანტი ცოტა ნაკლები, მაგრამ დაახლოებით ამ თანხაზეა საუბარი. ასე რომ უამრავი საკითხი გვაქვს ჩვენ აქ გამოსაძიებელიც, მისახედიც და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ კიდე ერთ საკითხზე, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ მე და შენ, იმიტომ რომ ორივე წარმოადგენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ვართ იქ პროფესორები, ვასწავლეთ ჩვენს აგნებს, ასე ვთქვათ, ჩვენი მიმართულებით და ვიცით რაც განვითარდა ქვეყანაში. გახსოვს ალბათ კარგად პრემიერის განცხადება, განათლების მინისტრის განცხადება, მისი მოადგილის განცხადება, სამივე იურისტია და როგორც ცხადებდნენ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება. ხო? გახსოვს ეს ყველაფერი. და რა მოხდა 9 თებერვალს ისეთი რომ საღამოს იმიზედის შემდეგ შეიცვალა თქვა. ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში
წინააღმდეგობით ამ ყველაფერს და ვიცი მე შენი პოზიცია, ჩემი პოზიციაც ისი საზოგადოება, ჩვენ ვამბობდით რას. თუ ქვეყანას განვითარება უწერია, საქართველოს სახელმწიფოს უნდა გქონდეს საინჟინრო მიმართულების უმაღლესი სასწავლებელი, ხო? მით უმეტეს ბრენდი და მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც სრულიად სამართლიანი ითვლებოდა საბჭოთა პერიოდში და შემდგომ პერიოდშიც ქართული საინჟინრო აზროვნების მექად და მე ამას ხშირად ვიმეორებ და ხაზს უსვა. ის სირთულეები, რაც 1990-იანი წლებიდან ხო, ნახეთ, გადაწყვეტილება როგორ არის მიღებული, აი 1990 წლის ნიშნულს უნდა დააუბრუნდეს ფაკულტეტები და რაღაცებით, მაგრამ მე ვეკითხები პრემიერ კობახიძეს, ვეკითხები ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პარლამენტს და ასე შემდეგ. თქვენ ვერ ხედავთ მდგომარეობა ქვეყანაში, სად არის მრეწველობა, ინდუსტრია, ხო არის განადგურებული, აი თუნდაც მეტალურგიის ფაკულტეტი ავიღოთ. ვის გაუწარდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტმა მომავალი მეტალურგები, ინჟინრები? სად არის დასაქმების არეალი? როგორ მიყიდა თქვენმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, ვისი საქმის გამგებლები პრაქტიკულად და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამოტენილია თქვენი, ასე ვთქვათ, ყოფილი ნაცები და სავსეა ეს. იგივე ამ უნივერსიტეტის განხორციელებდა ვის კანდიდატურას განიხილავდნენ ლევან იზორიას. ვინ იყო ლევან იზორია, ხო ვიცით არა? და ასე შემდეგ. ანუ რისი თქვა მინდა? საქართველოს ხო, ჯერ იმ ფაქტს ვიტყვი აუცილებლად. ჩვენთან ქართულთა დიდ გაერთიანებაში რამდენიმე დღის წინათ ვსტუმრობდა ქალბატონი, რომელიც მათ სამუშაო როგორც ახალგაზრდა სპეციალისტმა დაიწყო მეტალურგიულ ქარხანაში. მთელი ეს ხორბა იქ იმუშავა და მოესწრო პრაქტიკულად ქარხნის დასასრულს და მან თქვა 2004 წელს $21 მილიონ გაყიდა სააკაშვილმა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მაშინ როცა მისი ღირებულება შეადგენდა $850 მილიონ. და ეს არ ამზადა უზით ახლა ციხეში ჩვენ ყვებავ, ჩვენი ბიუჯეტიდან კიდევ იქით უხდით. და ტრიბუნას არაკლებენ და თბილი იმას, რა ქვია, იქ ჩასაცმელს და დასახურს. გლდანის მან რო აღაშენა ისეთ ციხეში უნდა ყავდეთ, გამწესებული და ამის ნაცვლად ციუნიებს არაკარებთ კიდე იქ. ამ საკითხებზე ბატონო, ერთი გუნდია ესენი, რა თქმა უნდა. შევარდნაძის გამოზრდილი მაქციები შეუსია საქართველოს. ეხლა დაუბრუნდები ისევ საკითხს. ანუ სად არის ის, კაი, დააბრუნეთ 90 წლების იმამდე, მაგრამ კაციშვილი არ სვამს საკითხს. სად არის 90-იანი წლების ეკონომიკა საქართველოში? რა უყავით ქართულ მრეწველობას? ერთი ქარხანა დამინესახელეთ, რომ დიდი ქარხანა საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელიც თქვენ შეინარჩუნეთ და არ გაყიდეთ. რისთვის გინდოდათ ეს შეერთება? ეს გაერთიანება ეგრეთ წოდებული და სინამდვილეში და ფარული აზრები და ზახვები ქონდა ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. ნუ მიიღეს გადაწყვეტილება, ასე თუ ისე დაიხეს, ანუ ბუნტი შეეშინდათ, რა თქმა უნდა, იმიტომ ახლა ქუჩაში გამოსული პროფესორა და იქ ძალიან ღირსეული ხალხია, როგორც ერთგან ისე მეორეგან, აი ტოტალურ წინააღმდეგობას წაასხნენ და არჩიეს, რომ ნუ კიდე კარგი რო ჭკუა იყო და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თუმცა რაც მიიღეს, ისიც უარესია პრინციპში, კაცმა რო თქვას, რატო? სად არის მეწოლა? სამდრა დასახდეს ინჟინერი. ეგ იმაში გზარო ააშენეს, ხო? ჩინელი იმებით რო ყავდა უცხოელი სპეციალისტები. ეგ რა გააკეთეს? პრაქტიკულად ხარაგაული გახდა უბედურების ზონა პრაქტიკულად, ხო? ან იგივე ეს უცხოელი ინვესტორები ჭიათურა შენი რეგიონია პრაქტიკულად. რას გავს? ჭიათურა არის უბედურების ზონა, ზესტაფონი ანალოგიურად. რა დღეშია ქვეყანა? ვიცი ჩვენმა ინვესტორებმა რაც გააკეთეს. ეხლა დავუბრუნდეთ ამ იმას, როგორ ფიქრობ? რამდენად შენი ინფორმაციით და ვიცი რომ ბევრი ინფორმაცია გაქვს, იყო რამე ნაბიჯები გადადგმული ამ გაერთიანებას რო წამიდნენ თუ ეს ვიღაცის შეკვეთა იყო? არაფერი, ეხლა ძალიან ბატონილა, ჯერ პირველ ყოვლისა მე მინდა რა აუცილებლად მე მაინც თქვენის ნებართვით ვისარგებლებ ამ ეთერით და გუშინ აი ეს დებატები რო ვითომ დებატები რო ქონდა. მე არავის საქციელმა არ გამაკვირვა იქა. იქ ერთი ეროვნული კაცი იყო, უზენაესი საბჭოს წევრი იყო, ის კაცი ბიძინა გიორგობიანი. აი ამ კაცმა ძალიან გამაკვირვა რა. ბატონო ბიძინა,
თქვენ ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებლობის აქცია გაქვთ ხელი მოწერილი და გიორგობიანს მოემართავდა. თუ ერთი რაღაც სეკუნდით იმის ფიქრი არ მოგეძალათ, რომ კობახიძისთვის გეკითხა ბატონო ირაკლი, მართლა მოუწერია ალიევს ხელი დავით გარეჯის გარდაცევო? ესე აი ამ ჩვეულებრივი ვაზელინია და პარლამენტში შევარდნაზე რო ფიქრობთ და დღე-დაღამე რომ მეტი არაფერი გეზიზმრებათ. თქვენ დალოცვილებო დარჩა თბილისი ქუთაისის ტრასა დიდი საქართველოსგან და რა ჯანდაბა გინდათ ან იმ პარლამენტში მალე ხალხი შემოგივარდებათ მან თქვენ. ესე იგი ხალხს დასცინით 5%-ით გაიაფთა კვერცხიო რა. კი მაგრამ კვერცხი თუ გაიაფთა ქათამილად არ გაიაფეთ. აი ესე იგი რა ექსპერიმენტებსა და რა სტინგიცობთ, რა თითლიბაზობთ, რა უბედურება გჭირთ, რაც შეეხება უნივერსიტეტის კორპუსებს. ქვეყანა არის ჩარჩი ვაჭრების, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანოვაშვილების, თანამედროვე მეჯღანოვაშვილების. სოლომონ ისაკიჩ მეჯღანოვაშვილების ხელშია ჩავარდნილი. ესენი საქართველოს უყურებენ როგორც საქონელს, რომელიც უნდა გაყიდონ. ხალხსაც, გაყიდონ. დაახლზეა მთელი საქართველოს თავს რა ეკონომიკა ჩვენ გვაქვს, სად არის ეკონომიკა? 13 წელიწადია ხელისუფლებაში ხართ. ერთი ასანთის საწარმო გაგეკეთებინათ. ერთი საფნის საწარმო გაგეკეთებინათ. ერთი ქართული წინდა დამანახა. წინდა. ელემენტარულად. აი რეზინის ჩექმები ვალენკებს რო უძახიან რა და თურქული და რაღაცა საზიზღარი ირანული ისა რა ქვია მასალისგან ესე იგი მატერიალისგან ნაწარმოები ერთი ქართული რაიმე 13 წლის განმავლობაში ბატონო ბიძინა ნუ თუ საქართველოში არ შეიძლებოდა ესეთი მცირე საწარმოების გაკეთება რა დავალება გაქვთ ეგეთი ამ deep state-ისგან რომ საქართველოსთან ქართველები უნდა გააქციოთ და ეს ყიზილბაშები უნდა შემოაქციოთ უნდა შემოაქციოთ რა უბედურებაა ესა მეორე რა თუნდოდ რა განათლებაზეა ლაპარაკი ბატონო გიგლა ვის საინტერესებს განათლება სადგან რა განათლება 13 წლის განმავლობაში მოვიდა ახალი თაობა სკოლა დამთავრებული თაობა რომელმაც არ იცის წილადები და აწილადები და ბავშვი რომელმაც არ იცის პროცენტი ბავშვი რომელმაც არ იცის წილადების შეკრება გამოკლება გაყოფა ხარისხი არ იცის, კვადრატული ხარისხი არ იცის, კუბური ფესვი არ იცის, სიმკვრივი არ იცის, თავისუფალი ვარდნის აჩქარება არ იცის. კი, მაგრამ ტექნიკურ ფაკულტეტზე რა უნდა ასწავლოს პროფესორმა? მე და თქვენ რა უნდა ვასწავლოთ მას, სტუდენტს, ქართული წერა, ჟურნალისტიკა, როგორ ჩამოუყალიბო, როდესაც შემდეგ ქვემდებარეს და შემასმენელს ვერ ასწავლებს ერთმანეთისგან და იქ უკვე ფრაზის აგების დროს მხატვრულ აზროვნებაზე, მხატვრულ შემოქმედებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. 13 წელიწადი რას აკეთებდით, რა ექსპერიმენტებს აკეთებდით? 13 წელიწადი მოაღორეთ საქართველოს. 13 წელიწადი მოანდომეთ ყველაფერ იმას, რაც საქართველოს აქცევს და ანგრევს. გადაყევით ამ ნაციონალებთან, ესე იგი ხმალაობას და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ნაციონალები ხართ თქვენ. არავითარი ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს. თქვენ უკვე ხწნად რეჟიმში გადახვედით თუ არა, გაიხსნა და მოგდა ნაციონალური მოძრაობაც. ამოჭამეთ ერთმანეთი, მოგდა ნაცი, კვდება კოციც. კვდება კოცი მოგდა სად არის ნაციონალური მოძრაობა? არის ოპოზიცია სადმე, აღარ არის ოპოზიცია სადმე. ერთადერთი განზრახვა ქონდათ ამათ. აბსოლუტურად არ აინტერესებთ რა ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთოდ არ უნდა საქართველოში უნივერსიტეტი. აქ უნდა იყოს მომსახურეთა არმია. არ ჩამოვლენ არაბი მილიარდერები, მილიონერები და ქართველმა გოგონებმა პირდაპირ ვაცხადებ ამას, უნდა გაუწიონ სექს მომსახურება, უნდა დაუგრძელონ ჩხილები არაბ ამირებს, მერე პედიკურები გაუკეთონ და წარბები გამოპუტონ მათოლებს და აი უნდა აკეთონ ხინკალი, უნდა აკეთონ ხაჭაპური და ეს არის ქართველი ხალხის დაუდგნენ წერზე. ეს არის ქართველი ხალხის დანიშნულება, აი ამათი გათვლით, მაგრამ საქართველოს არ მომკვდარა და თქვენ ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ. საქმენი თქვენი ღაღადებენ, საითკენ მიხავთ თქვენ საქართველოს. თქვენ რო ამ ქვეყნისთვის სიკეთე გდომოდათ, 13 წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ აქ რაღაცა ბიზნესი გაცოცხლებულიყო. რა ბიზნესი კეთდება საქართველოში? ვყიდულობთ თურქულ პროდუქციას და ვყიდით. სად არის ქართული წარმოება? შენობები უნდა სტალინის მიერ აშენებული სტალინური არქიტექტურის შედევრები უნდა დაენგრიათ
და ეხლაც ეს ჩანაფიქრია და არ უნდა დაანგრიონ, არ უნდა გამოთავისუფლების შენობებს მიხედავთ. რა ცხადებენ, კაცო, მეტი არ შეასახლებენ ყიზილბაშებს. გაკიდიან მილიონებად. თუ მილიარდებად არა. ვიჟიბეში წავლის ფული ისევ დეპუტატების და რა თქმა უნდა, კაცო. ათეულათასობით ხელფასი ის რა ჯანდაბათ უნდა რომელი პენსიონერი მიიღებს ამას? ის რა ჯანდაბათ უნდა თქვენი ეკონომიკური რა ეკონომიკური სასწაული. შეიძლება დადგეს დრო, საქართველოში მართლაც იყოს მაღალი ეკონომიკური დონე ცხოვრებისა, მაგრამ ეს საქართველო არ იქნება. ჩვენ აქ ქართველები აღარ ვიქნებით. სინგაპურის ვარიანტი აქ იქნებიან აბსოლუტური დომინაცია იქნება უცხო თესლს, უცხო ტომს და ამ ქვეყანას საქართველო აღარ ერქმევა, მაშინ დაარქვით რაღაცა რა, ისა რა ქვია, სხვა სახელი. სხვათა შორის განიხილავენ მაგას. ივერია დავარქვათ. ივერია და საქართველო რატო იციო რა არისო? აიო საქართველო მაინცო იქო ყიზილბაშიო თავსო ცოტა ისე დამცირებულად ცნობსო და მოდიო ძველი სახელი აღვადგინოთო ივერია დავარქვათო და მე ბოლო სახელი იქნება პრახადმოი დვორი. აი აქეთკენ მიყავთ საქართველო. თქვენ დედოძაღვი გადაჭრილი გაქვთ, თქვენ არ ახართ ეროვნული ხალხი. თქვენის ხალხი ხართ, რომლებმაც შევარდნაძეს გაულოკეთ ფეხსაცმელები და გადაფურთხებული აულოკეთ. აი იმათი პოლიტიკური მემკვიდრეები ხართ. თქვენ არ ახართ სარიშვილის მიმდევრები ხართ. თქვენ არ ახართ თავისუფალი საქართველოს მემკვიდრენი. თქვენ ედუარდ შევარდნაძის ამ საბჭოთა მილიციონერის მემკვიდრენი ხართ, რომელმაც დიდი პატრიოტი ვასილ მჟავანაძე გული გაუხეთქა კომპრომატებით. არ მინდა ეხლა ისეთი სურათები დაულაგა საწოდავ კაცს. ხო, აი იმის მემკვიდრენი ხართ თქვენ. არაფერი თქვენ არ გესაქმებათ თავისუფალ საქართველოსთან. ნაცი ქოცი ერთი ხართ ყველა. დამწკრივდით ეხლა და შევარდნაძეს დაუწექით გვერდით კწანიცის რეზიდენციის სასაფლაოზე. აქეთ შევარდნაძე, იქეთ ნანული და შუაში თქვენ ჩაწექით ყველანი ერთად რა. ნაძირლებო თქვენა, მოხალატეებო. ეხა დიტოს განწყობა, შენ რესპონდენტის განწყობა სააწყობთ, მეც იგივე განწყობაზე ვარ სხვათა შორის და მინდა ეხა დავით ბუხუნახმა მე არ მაქვს სამწუხაროდ და მასე ვერ დავჭექავ, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს ძირფას ხელისუფლება ბჭყალებში რა თქმა უნდა ჩვენ ქართულთა დიდ გაერთიანებას გასვლა ჰქონდა რამდენიმე რეგიონში და ერთ-ერთ რეგიონში ყოფნის დროს ძალიან ისეთმა სუფთა და ღირსეულმა მღვდელმსახურმა ესე თქვა, ასე გახსნადა ეს ფაქტები და ყველაფერი ხალხი ჩვენზე არ ნაკლები იცოდა, სხვა შორის თვითონაც თქვენი კოლეგა იყო ძალიან ღირსეული კაცი. ესენი თუ მართლა ვერ ხვდებიან რომ ჩუმად უახლოვდებათ მოდერნიზებული ახალი ბაქტრიონიო რა. აი ჩუმად უახლოვდებათ. მართლა კი ახლოვდებათ. სკიპზია მთელი საქართველოს. დაინტერესებთ ყველა თქვენი მომხრა, თქვენი იდიოტური გადაწყვეტილებებით. ეხა ის ბოლო გადაწყვეტილება რაც თქვენ მიიღეთ პრინციპში რომ აი ეს ტექნიკური უნივერსიტეტი დარჩება თავისუფლად აღარ გაერთიანდებიან და ოღონდ ის ფაკულტეტები ჰუმანიტარული ნუ რამდენი ფაკულტეტია სამი ფაკულტეტია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი ეს სამივე ფაკულტეტი მე მგონი ეგეც არიციან ამათმა ვინც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს არის ერთ კორპუსში განთავსებული ერთ კორპუსში ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული მაღალსართულიანი შენობა 9 სართულიანი მე-6 კორპუსი ეს კორპუსი დგას აი ისეთ ნიადაგზე სადაც რამის აშენება სერიოზულ საფრთხესთან არის გეოლოგიურ საფრთხებთან არის დაკავშირებული ეს ცნობილია ეს ყველა გეოლოგმა იცის ყველა პროფესორმა იცის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვერაფერს ვერ გააკეთეთ ვერაფერს ვერ ააშენეთ აი სხვას რას გაინთავისუფლება როგორ გაინთავისუფლება ალბათ შემკვეთები ყავთ უბრალოდ არც მალავთ ამას მოისწრებიან ეგენი მაგას ვერც მალავთ ამას და არც მალავთ მაგრამ იქამდე ჯერ მისასვლელია და კაცმა არც ის ამოხდება ხვალ და ზეგ გააგრძელეთ ასე და ამ ტემპში ესეთი გაუაზრებელი ეგრეთ წოდებული რეფორმები გასაკეთებელია მაგრამ რეფორმას იურისტები არ აკეთებენ და გაიგეთ ეს ჯგუფი რო შექმნით ისევ ზვიად გაბისონია ჩაუყენეთ სათავეში კი ბატონო მისი ერთ-ერთი ინიციატივა იყო ეს ყველაფერი და კაცმა არც ეს პრემიერს ეხა როგორ არასწორ ინფორმაციას აწვდიან რა არაფერი არ გამოგივათ მაგ სისულელე ნაბიჯიდან იმ ჯგუფიდანაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაელაპარაკეთ პირველ რიგში აკადემიურ პერსონალს
აკადემიურ პერსონალთან და ღირსეულ ადამიანებთან გადაწყვიტეთ საქართველოს განათლების რეფორმა როგორ უნდა ჩატარდეს და დიდი ჩხრეკა ამას არ ჭირდება. დააბრუნეთ საბჭოთა განათლების სისტემა, დააბრუნეთ პრუსიული განათლების სისტემა. ინგლისი დაუბრუნდა ამას, იაპონია დაუბრუნდა ამას, მიბრუნდა აქეთკენ და თქვენ სისულელეებზე და უნარებზე გყავთ დაყვანილი. სკოლიდან რომ მოდის, ასე ვთქვათ, ეხლა იმას რა ქვია, კონტინგენტი მოსწავლეების, ხო? ძნელია იმათგან, დიდი ნაწილისგან, სამწუხარო დიდი ნაწილისგან, რამე დიდი სპეციალისტი გამოზარდო მით უმეტეს ტექნიკური აზროვნებით, ხო? ძალიან იშვიათია. კომაროვის სკოლა ნახევარდანგრეულია, თქვა და ეგეთი სკოლები, დიდი სკოლები რო ქონდა ჩვენ, ასე რომ საფუძვლიანად არის ბაღებიდან არის განათლების რეფორმა განსახორციელებელი და ეს უნდა გააკეთოთ სპეციალისტებთან ერთად. თქვენი გაერთიანებული მოდელი ვნახეთ ჩვენ ფიზკულტურის ინსტიტუტისა და პუშკინის ინსტიტუტის გაერთიანები და რა მივიღეთ ვნახეთ რა შენდება. სად არის ფიზკულტურის ინსტიტუტის მთავარი შენობის ადგილას რა შენდება დღეს? 50-52 სართულიანი რაღაცა მორიგი საცხოვრებელი კორპუსი. ვინ დგას ამის უკან? ჩვენ გითხათ მაინც? რა გააკეთეთ ქუთაისში რომ ორი ინსტიტუტი გააერთიანდა, რა მიიღეთ ამისგან? არაფერი არ შეგისწავლიათ, არაფერი არ გაგიკეთებიათ. და ეხლა მე ერთი შეკითხვა აუცილებლად უნდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩემოდითო. ხო ვნახეთ ყველა ქართულმა საზოგადოებამ ნახა რომ საქართველოს განათლების მინისტრმა, პრემიერმა და განათლების მინისტრმა განსაკუთრებით, ესე იგი ამ გაერთიანების გამოცხადებით, ხო? პოლიტიკური გადაწყვეტილება გვამცნო ქართული ოცნების, ლიდერშიპის და სად გაქუსლა? ისრაელში. კი ბატონო. რატო გაქუსლა? თურმე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული თელ-ავივის ქართული სათვისტომოს საკვირაო სკოლის პედაგოგ მასწავლებლებთან. მეორე დღეს კი ბატონო შეხვდა, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო პირიქით. ძალიან კარგი ის არის, მაგრამ ნახეთ, შინ ცეცხლი დაანთეს. და ჩაქრობის ნაცვლად და კონსულტაციების ნაცვლად ერთი კვირა წავიდა სადღაც მთელი დელეგაცია. აკეთებდა მაგას. გარბაჩოვი აკეთებდა. ხო, ნუ მას კი. და მე თვითონ წოდა ხელს ამ ყველაფერს. მაგრამ ახი ყურადღება არავის არ მიუქცევია ამისთვის. აი მე რას მივაქციე ყურადღება, ის შეკითხვა მათ ღიად დაუსვი მაცავე იმაზე. რო შეხვდა იქ. ეხლა ესეთი შეხვედრები გასაგებია რაც არის, მაგრამ ნახეთ 3 დღე თუ 2 დღე თუ 3 დღე მე არავის არ შეხვედრია. აი მიმის მერე წავიდა შეხვედრა ისრაელის განათლების მინისტრთან, იქ რაღაცა საკითხები წამოწიეს, რომ ცენტრი უნდა შეიქმნას ქართულოლოგიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნახოთ ამას როგორ განახორციელებს, მაგრამ ნახეთ ძალიან საეჭვოდ დაიკარგა იქ 2-3 დღე. მაშინ როცა აქ მართლა დუღდა საქართველოს აკადემიური პერსონალის, ასე ვთქვათ, პროფესორებისა და მასწავლებლების ტემპერატურა იყო ძალიან მაღალი. არც ჩამოვიდა, მე ერთი კვირის მერე ჩამოვზანდა როგორც იქნა და მერე დაიწყო შეხვედრები და მივიდეთ აქამდე, ხო? რას ამტკიცებდნენ, რომ არაფერი არ შეიცვლება. ნახეს წინააღმდეგობა, დაინახეს ქართული ხალხის და მოაზროვნე ხალხის ერთობა, დაიხიეს უკან და ასე ბევრ რამეზე დაიხიოთ, მაგრამ შეფასება მინდა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა შენი აზრით საქართველოს განათლების მინისტრის ეგეთი თათარიახნი ვიზიტი ისრაელში? არაფერი, ეს არის პოლიტიკა ამათი, იგნორირება. ჯერ ეს ერთი ისრაელში ვიზიტის უკან მე ვხედავ სხვა საფრთხეებს. ხო და აი ზუსტად მეც რო ვხედავ სხვა საფრთხეებს. სხვათა შორის ეს მე ვნახე ეს ვიდეო ბორჯომის მუნიციპალიტეტში არის ის სოფელი. თუ გავიხსენე სახელი გეტყვით აუცილებლად, ნანახი მაქვს ეს ვიდეო. მან არის უკვე ებრაული, მან შეიქმნა ებრაული დასახლება. ებრაული დასახლება შეიქმნა სადგერის დღესთან მგონია. სადგერის დღესთან სოფლის სახელს გეტყვით, თევდორე წმინდა არის თუ არ ვცდები. ხო. თუ არ ვცდები, თევდორე წმინდა არის, რაღაცა ეგეთი სოფელია, ბოდიში. ვიცი, მეც მსმენია ჩემი ბორჯომელი სტუდენტის და შემიძლია ამ წუთში ბატონო გიგლა არსებობს ებრაული ვიდეო YouTube-ზე დევს ეს სადაც ისრაელიდან ჩამოსული მოქალაქეები რუსულენოვანები ამბობენ რომ დაახლოებით 26 სახლი უკვე ნაყიდი აქვს და კიდე ჩამოვლენ სხვებიც ცხეთის გარშემო თელესოფლების და მიწები ნაკიდია. ეს რისთვის ჩავიდა იქ, ეგ კიდე საკითხავია.
და მეორე კიდე ყველაზე მთავარი რა დაგიშავათ ამ განათლების სამინისტრომ რომ სულ ციხეების პროკურორების და აი ამ წამებლების და სააკაშვილის ასპიტების საჯიჯგნად გახადეთ. დიმიტრი შაშკინი იყო ციხეების მინისტრი, აიღეს განათლების მინისტრად დანიშნეს. ეს კონჩიტა ნიკაგვარამია იყო, დანიშნეს სააკაშვილის გენერალურ პროკურორის მოადგილე იყო და დანიშნეს განათლების მინისტრად. ეს ადეიშვილის რეფერენტი და აკალანჩიკი იყო, ის ალექსანდრე აი ეხლა რო იყო აგერ კაცო წულაძე განათლების მინისტრი ადეიშვილის აკალანჩიკი და რეფერენტი ეგეც აბა რაც ლაპარაკობ კაცო ეგ იყო და ეს ვაჟბატონი ბატონი გივი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო სახელიან მწონებულ მამაჩემს ერქვა გივი მიყვარს ეს სახელი და ჩემბიცაც გივიკო დავარქ ბატონო გივი თქვენ იყავით წეული ზურაბ ადეიშვილის მოადგილე და კურირებდით პენიტენციარულ სისტემაში ბადრაგების ტრენინგ ცენტრს. ანუ ეს ბადრაგები რო პატიმრებს აუპატიურებდნენ, ცემდნენ და სიკვდილის პირამდე აყენებდნენ და მაპატი და უკაცრაული პასუხია და პრეზერვატივიანი დუბინკებით რო აუპატიურებდნენ, აი ამ ტრენინგ ცენტრის უფროს იყავით ბატონო გივი თქვენ და თქვენ ამზადებდით თურმე ამ სატანისტებს და თქვენ რა გინდათ განათლებაში? თქვენ უნდა იმუშაოთ ძაღლების ბოინზე. რა გინდა თქვენ მანდ? არ არის ეგ თქვენი საქმე რა. და ესე იგი მე არ ვიცი, აი ესე იგი აი რა უბედურება, ესე იგი განათლების ექსპერტი ყავს თითე ჩამოსა ქალბატონი ნანა ნიკოლაიშვილი არის, არიან კიდე სხვაებიც. განათლების რეფორმას რო იწყებთ თქვენ, ამ ხალხს არ უნდა დაუძახოთ. სააკაშვილის არ იყოს რომ გაიღვიძებთ და წამოწმენდილზე რაღაცას გამოაცხადებთ. ყველაფერი როგორ იცით, კაცო და იმერეთში იტყვია, ყოლიფერ ჩიკები რა ვახართ, კაცო. ყველაფერი როგორ იცით? ზუსტად. ყველაფერი როგორ იცით რა. გამოვიდოდა სააკაშვილი ავადმყოფი, ეს გამოვიდოდა ის თხოვნებული რეზო ეძახდა ამაშუკელი ბატონი რეზო თვალმოჭუტული პიტონი, გიგაბოკერია, გამოვიდოდა გამოაცხადებდნენ პირველად საქართველოში. და დაგვახეთ ქვეყანა თავზე. ხო და საქართველოს დამხობის პროცესი გრძელდება და არ დაგამხობინებთ. არ და არანაირი განათლების რეფორმის გამტარებლები თქვენ არ ახართ. თქვენ ახართ სოლომონ ისაკიჩი მეჯღანუაშვილები. თქვენ გინდათ აი ამ ისტორიული შენობების ხელში ჩაგდება, დანგრევა და მის ადგილზე აი ამ არაბებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისთვის და საერთოდ ზოგადად კრეფსიტი ყიზილბაშებისთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენება. არაფერი მეტი თქვენ არ გაინტერესებთ. ფული და ფული. ეგ არის თქვენთვის. ფულით გაყიდეთ. გაყიდა სააკაშვილმა და მოუწერეთ თქვენ ხელი ალიევს, როგორც ირკვევა. და მე დარწმუნებული ვარ ბატონო გიგლა. თუ აი ამ ინტერვიუს ისევ და ისევ ბატონი ჯორბენაძის, რაზარი ჯორბენაძის ინტერვიუს მეუბნები. თუ აი ამ ინტერვიუს გამოქვეყნების პირველ დღეებში მე კიდე ეჭვმეპარებოდა რაღაცაში. მე უკვე მიმყარდება რწმენა და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს ნამდვილად ასია, იმიტომ რომ ამათი დუმილი, ამათი ესე იგი აი ესეთი გასუსვა, აი ამათი პირში წყლის ჩაგუბება მე სხვა ფიქრის და სხვა განჯის საშუალებას არ მიტოვებს. იმიტომ რომ როცა შენ ამოდენა ბრალდებას გიყენებენ, კი ბატონა, ის გაფუჭებული ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების კარმუშკაზე არიან და დაკონვერტებულები არიან, სამარცხვინოები და გამოქვეყნდება თქვენი სიები, თქვენ უბედურებო თქვენ არა და მე ვნახავ თქვენ წყმოტუნს. ხო, ბევრს შეიძლება თავი დასახჭობი გაგიხდეთ და ოხრად დაგჭებათ ეგენი ყველაფერი. ხო და გასაგებია რომ ეგენი არ ეკითხებიან არაფერს, მაგრამ სოციალურ ქსელებში ხო არის ატეხილი ერთი ამბავი და მე მაგინებენ და მლამძღავენ. როგორ გაბედა დიტო ჩუბინიძე მოესავა და გამოიყვანეს ახლა ეს ელისო კილაძე რო არის ეს სუსის ისა რა ქვია თვარნიაშკა და ეს ვიღაცეები კიდე ახლა რა უნდა ველაპარაკო ვიღაცა ირაკლი ჯანყარაშვილი არის ნახევრად ჰომოსექსუალია მე მგონი თუ მთლიანად არ ვიცი ეგ დასადგენია კიდე შესამოწმებელია და რაღაცებს იძახის ეს გარეწარი ესა გარეწარი ჩვენს პრემიერს შეურაცხყოფამია რა პრემიერს კი არა გამოვიდეს და გასცეს პასუხი კაცო გაყიდა თუ არა საქართველოს ნაძირალა так და ბოლო შეკითხვაც მინდა ბოლო საკითხი რომელიც მიმაჩნია რომ ძალიან აქტიურია ჩემოდით მე არ ვიცი შენ ამას დაკვირვები ხარ თუ არა მაგრამ
მოდი ესე ცოტა შორიდან მოული დიდ პოლიტიკაში ასე ვთქვათ, როცა ქვეყნის პირველი პირები გადიან მეორე ან ვიღაცას ხვდებიან შინ თუ გარეთ ვიღაცას ხვდებიან და სერიოზული შეხვედრა ტარდება ხოლმე, იქ ადრე ხდებოდა სტენოგრაფირება. რა თქმა უნდა. ხდებოდა და ეს იყო აუცილებელი მომენტი. მინდა ვკითხო სამსახურებს, ვისაც ეს საქმე გევალებათ. რა მდგომარეობა ამ ხრივ? ამას აქედან მეკითხები, მაგრამ მე შენი აზრი მაინტერესებს. რომ იყოს ის ჩანაწერი, რომ არსებობდეს ეს ჩანაწერი, მაგალითად, ალიევისა და სააკაშვილის შეხვედრა, საიქიდან რომ დაბრუნდა და იქ მერე აეროპორტში რო ჩამოფრინდა და რიხით განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს უფრო მეტად სჭირდება ეს ყველაფერი და იმათ უნდა გადავცეთო და იმათ ის უნდა დავიცვათო. აი ის ჩანაწერი. ან კობახიძის ვიზიტის დროინდელი ჩანაწერი, ან სხვა პირველი პირები, როცა მიდიან სადღაც. ესენი ვის ხელშია? იწერება თუ არა და თუ იწერება, როდი შეიძლება მოგვეცეს ისი? არავინ მაჩვენებს, ჩვენებს. ძალიან კარგი. არავინ არ გვაჩვენებს, ვიცით, მაგრამ ეს უნდა მოვითხოვოთ, იმიტომ რომ იქ არის ყველაფერი დალექილი და იქნებ ბატონო ლაზარეს საშუალებით რახან ეს აკვე დაშობა ნომერი პირველი გააჩინე ეს ალბათ არის თუ არ არის უარესი ჩვენთვის მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამის შესახებ წარმოდგენა არა მაქვს უბრალოდ მე ჩემი მოსაზრებით თუ გაინტერესებთ გეტყვით პირდაპირ გამოიწყულია ესენი ამას არ გაასაჯაროებენ მე ვეთანხმები მოსაზრებას რომ საქართველოში ეს გასაჯაროვდება მაშინ როდესაც შეიძლება ხელისუფლება კი ბატონო სხვა შანსს მე ვერ ხედავ კი ბატონო კეთილი დიდი მადლობა. იცოცხლეთ. მივმართავ ისევ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენს გულქომაგებს. მძიმე თემებზე მოგვიწია საუბარმა. მძიმე თემებს შევეხეთ, მაგრამ თქვენ ეს უნდა იცოდეთ. აქ რაღაცა შუალედური არ არსებობს და პასუხია გასაცემი იმ ძალიან მძიმე შეკითხვებზე, რომელიც თუნდაც ამ ჩვენი დიალოგის შემდეგ გაუჩნდება ჩვენს მაყურებელს. ქართულთა დიდი გაერთიანება, რა თქმა უნდა და მე ჩემი გადაცემით დიდი გარღვევით გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს ყველა იმ საჭიროებათა საკითხს შევეხებით, რომელიც თანამედროვე ღირსეულ და საღ ქართველებს აწუხებს. მე ამით დავამთავრე, მაგრამ ეხლა მინდა ჩვენს მაყურებელს, ვინც პირდაპირ ეთერში გვიყურებს, ვთხოვო რომ დარჩნენ ისევ ჩვენთან და ჩვენი ქართულთა დიდი გაერთიანების ამ სტუდიიდან გაკეთდება საგანგებო განცხადება, რომელსაც ბატონი დავით ჭაბუკაშვილი გაგაცნობდა მოგმართავთ ის. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ჩემ. დიდი მადლობა. საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, ვიდრე მე არ ვაპირებდი ახლა დღეს ამ განმარტების გაკეთებას, მაგრამ აუცილებლობა მოიტანა, აუცილებლია განმარტება გაკეთდეს ამაზე და ვიდრე ამ განმარტებას გავაკეთებდე, მინდა მცირე შესავალი გავაკეთო ქართველთა დიდი გაერთიანების შესახებ. ახლა ძალიან ისეული სტუმარი ბრძანდებოდა ჩვენს ეთერში, ბატონი დიტო ჩუბინიძე. და აბსოლუტურად უკვე თქვენ ხედავთ, რომ ეს ქართველთა გაერთიანების სტუდია, დიდი გაერთიანების სტუდია, ყველა ისეული ქართველისაა, ეს არავის საკუთრება არ არის, ყველასია, ვინც სამშობლო უნდა გადაარჩინონ და ძალიან კარგი ეს მართლაც აი უკვე თქვენ ხედავთ, ყველა ისეული ადამიანი მოდის აქ. რა მინდა რომ შესავალში ვთქვა საოცარი სისწრაფით ძლიერდება ქართულთა დიდი გაერთიანება. ძალიან დიდი გამოხმაურება ყველა რეგიონებიდან, როგორც პირდაპირ იქიდან ეს რომ აი რეგისტრაციას ითხოვს ხალხი. ზოგი რეგიონები ითხოვს რომ ჩავიდეთ და ყველგან ჩავალთ. ამიტომ ახლა ჩვენს მოკლე იმას ვიტყვი შესავალში თუ რას ვაპირებთ, ახლა ჩვენ ქუთაისში ვიყავით გელათში და შესანიშნავი შეხვედრა გქონდა ხალხთან, აი
უზარმაზარი რაოდენობის ხალხი გვხვდებოდა და ძალიან დიდი სიყვარული და იმედებით და კიდევაც ეუბნეოდნენ აი ბატონ დემურსაც რომ ახლა მაინც ქუთაისელიათან და ძალიან ბევრი სნობს იქ რომ აი რომ საუბრობთ ბატონ დემურ გვეშინიაო ისეთ სიმართლეს გვეუბნევითო ისეთი ძიმე ვითარებაში ვართო და კიდევ იმდენს ავსაუბრობო თორემ რომ იცოდეთ კიდევ რა დღეში ვართ უფრო შეგეშინდებოდათ ხვალ გვექნება ჩვენ უკვე ეს პირველი იყო 4 შაბათი წინა 4 შაბათს ჩვენ პირდაპირ ეთერი ქონდა ხალხთან ხვალ გვექნება კიდევ მეორე უკვე რადგან გაამართლა და სულ სავსე იყო დარბაზი და ძალიან საინტერესო იყო ჩვენ უშუალოდ უნდა ვიყოთ ხალხთან ერთად ამიტომ ნებისმიერი ადამიანი შეუძლია ხვალ მობრძანდეს საღამოს 18 საათიდან ჩვენ გვექნება პირდაპირ ეთერი გვექნება ყველა ადამიანს მოусმენთ აქ კითხვებს დასვათ შეგეძლებათ კითხვები დასვათ თქვენი აზრი გამოხატოთ და შეძლებისდაგვარად გაგცეთ პასუხი ხოლო არ გამომჩეს პარასკევს ესე იგი ქართველთა დიდი გაერთიანება იქნება ობიექტივის ტელევიზიაში საღამოს 20 საათზე და 30 წუთზე პარასკევს და მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის ობიექტივის ტელევიზიას ხოლო კვირას 12 საათზე ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება ჩავდივართ თიანეთში და კულტურის სახლის წინ გვექნება აქცია გაყიდული საქართველოს აქცია და შემდეგ საინფორმაციო მიტინგი ეხლა რაც შეეხება განმარტებას ხედავენ რომ ქართველთა დიდი გაერთიანება ძალიან სწრაფი ტემპებით ძლიერდება და რა თქმა უნდა ეხლა ხელისუფლება პირდაპირ არ გამოდის კავშირზე მაგრამ აამუშავა თავისი პაიკები და გუშინ ჯორჯიან ტაიმსის ეთერიდან ძალიან ცუდი ტერმინები იხმარეს ჩვენ შესახებ ესე იგი სექტა სირები მალხაზ გულაშვილისგან და სოსო მანჯავიძისგან გაისმა ეს და მე განმარტეს რომ სირები თურმე ჩიტები ყოფილა და თურმე ასეთი სოფელიც არსებობსო სასირეთიო დასცინეს სხვათა შორის ქარელის რაიონიდან ვარ და სასირეთი იქ არის ჩვენს რაიონში და პირის პირტით გამოირეცხეთ ორივენმა თქვენ აი მართლა არ ვიცი ვინ არიან ეს ნაძილები ესენი როდესაც ასე აგდებულად ექცევით ხალხს და საქართველოში ერთ-ერთი ჯვირფა სოფელს და სოფლის მოსახლეობას ესე იგი დასცინიხათ ამით თქვენ ვინ არის სექტა ჩვენ ვართ სექტა ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში უდიდესი წვლილი მიგვიძღვის და თქვენ არა ხართ ის სექტა ვინც ბარიკადების იქით ხარესიდექით ესეც არ იკმარეს მეგობრებო მე ახლა დიდი ხანი ვიკავებდი თავს და დღეს უნდა გავხსნა აი ეს ყველა ეს ფარდა ავხადო ამ ყველაფერს აი ეს ბატონი სოსო მანჯავიძე ეს ჩვენი ბრალი არ არის რომ ჩვენთან მოვიდა თავიდან ეს ხალხმა გთხოვა რომ ყველა ესეთი მათ შორის სოსო მანჯავიძე ცნობილი პიროვნება მოგვეწვია ქართველთა დიდ გაერთიანებაში და ეს მას ბატონის ბრძანდებოდა პირველი რაც იკითხა მისი კითხვა იყო დაფინანსება თუ გაქვთო აი ხელს უნდა უჩინავდი შემდეგ არავის დაუძლებია და უთქვია მისთვის რომ ასეთი ისტორიები მოეყოლა და მეორე საქმე როდესაც არკინფოს წარმომადგენლები დაამპირისპირდნენ და მე გახსოვთ თქვენ ის ღია ეთერი როდესაც თქვი რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენთან მოვიდა ქართული ოცნების ერთ-ერთი იდეოლოგი მეთქი და მოყვა ყველაფერი თუ როგორ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვიურად მილიონი ლარით მე ეს განმარტებას გავაკეთე და
არ დავასახელე ეს პიროვნება, აი ეს ბაშბატონი ბრძანდებოდა ეხლა, რადგან სექტას გვიწოდებს და რადგან სირებს გვიწოდებს, ეხლა მე მას პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს პიროვნება იყო, იქ ვესწრებოდით გაერთიანების ყველა ლიდერი, ყველა ისმენდა ამას. ესე რომ მოიღერებს ხოლმე კისერს და ღიმილით რო საუბრობს, მილიონი ლარით აფინანსებდა, მე ამათ თავში აუვარდათო, მე მოინდომეს პერეხვატი ასე ვთქვა, რუსული გამოთქმა ჟარგონი ესეთი, მოსკოვში დარბოდნენო, იქ დუმის დეპუტატებს ხვდებოდნენო და იქიდან დუმის დეპუტატებმა დაურეკეს ეს ბავშვები ვინ არიან, აქ რომ დარბიანო, ხელისუფლებაში მოსვლა რო უდათ ბატონო ბიძინაო. და იმის შემდეგ იყო რომ ორჯერ დაუხურესო არჩევნებში რო არ მიაღებინეს მონაწილეობა. აი ამას ყვებოდა სიცილით და აგდებით. ეს მე კი დამსიზღვრებია. ბატონმა სოსო მანჯავიძე მოყვა. ეხლა ისე წავიდა სოციალურ ქსელში ეს ისარო. თითქოს ერთი ხარის მეორე მხარი ატიფო ანგელოზებია და ეხლა ბატონო დავითო თქვენ უნდა გამოხედოთ და ბუდიში უნდა მოუხადოთო. მე რა ბუდიში უნდა მოუხადო იმათ. ვინმე და ტყუილს აბრალებდა, თქვენ გონიათ ეს სოსო მანჯავიძე შემთხვევითი პიროვნება? ამათ რავალიათ ეხლა გულაშვილს და სოსო მანჯავიძეს პირდაპირ ქართველთა გაერთიანებას რო უთხოვენ. ეს არის ქართული ოცნების იდეოლოგიური ერთ-ერთი განყოფილება იჯორჯიან ტაიმსში, რომელსაც დავალება აქვს, რომ უნდა უთხრას ისეთ ეროვნულ და პატრიოტ საწყისებს, რომ არაფრით არ მოიზარდოს ისეთი მამულიშვილური მოძრაობა, რომ აი ამ დამანგრეველ სისტემას, გამყიდველ რეჟიმს საფრთხე შეექმნას. აი ესენი ასრულებენ ხელისუფლების დავალებას. ამათ აბსოლუტურად მთელი საზოგადოება ლაპარაკობს, რომ ოფიცერია ოფიციალურათო სოსო მანჯავიძე უშროების. ამას ყველაფერზე წვდომა აქვს და ძალიან კარგად იცოდა და აუ ეხლა თქვენო არტიმფოელებს არის ერთ ამბავში ქვეყანა შემომეჭა დაბლოკოს ვეღარ აუდივარ კაცო. აში მჭირდებია საერთოდ. მაგრამ ეხლა გაგიმართავთ. პირდაპირ გეტყვით. ეს არ მაინტერესებს, ერთმანეთში გაარჩეთ, მაგრამ თავარი ოფისი, რომელიც თქვენ გქონდათ, ერთი საზოგადოებას უთხარით, რა ჯდება იმის დაქირავება. მეორე, ტელევიზია, რომელიც თქვენ გქონდათ, მინიმუმ თვეში უნდა გადაიხადათ 25,000 ლარი. მაგას თავი გავანებოთ. თქვენ გქონდათ 80, მაგრამ გავანებოთ თავი 60 ოფისს ხო გქონდათ. 60 ოფისს უმცირე 500 ლარი. ხო გამოდის 30,000 ლარი. თვითოეული ოფისის ხელმძღვანელს. ეხლა მე თქვენ გიმტკიცებ თქვენს ორივენი ოცნების ისინი ხართ თქვენ. მართულები თორე მიკრომაქცია გაატარეთ ვითომ რა ქვია არაბიზაციის წინააღმდეგ. ვინც ქვეყანას ვიყიდით ბიზნესმენს რატომ არავინ არ დაასახელეთ ორი საათის განმავლობაში. ასეთადარეთ ხალხიკას ალოცავ იგებადა თავრობასთან და პროტესტი გამოგიერთდა. მაგრამ მიხვდა უკვე ხალხი ვინც ახლა ავაწერო კიდე 100-500 ლარს უხდიდით ყველა ოფისის ხელმძღვანელს. გადავამრავლოთ ეხლა 60-ჯერ 1500 90,000. რიგითი წევრებს უხდიდით. აგერებას ორი კაცი ჩამოვიდა. ახალგაზრდაცი 1500 ლარი განაცხადა. არ მინდა რა გავეკარო მიშას დროსაც დაიწყო. რიგითი წევრებს აგერჩენი ოჩაკეკენაზე ყვარელში არ უხდიდით ხელფას კაცო. რიგითი წევრს ყველაფერი ვიცით ზუსტად ვის რამდენს უხდიდით. სადმიდის იცით ეს თანხები ბატონებო? თვეში დაახლოებით 300,000 არის. და 300,000 თქვენ შემოწირულობების სახით გქონდათ? ეხლა რატომ აღარ გაქვთ? ის ოფისები, ის ტელევიზია, ეს რაც შეეხება იმას, რომ თვითონ მე არაფერს არ გაბრალებდით? თქვენ ამას თქვენზე ამას საუბრობდა სოსო მანჯავიძე და არ მაინტერესებს. ეხლა დადექით ერთმანეთში არჩიეთ. ორივენი ხართ ქართული ოცნების
წარმომადგენლები, პაიკები, ისინი გმართავენ თქვენ და აღარ მინდა ეხლა საბოლოოდ იმით დავასრულებ თქვენ იმას, რომ არავითარი ეროვნულები არ ახართ და თავი დაანებეთ ქართველთა დიდი გაერთიანების ხსენებას პირისპირით გამოირეცხეთ, თქვენ გაუპრავეთ ალტინფოელებმა აი ამ დამნაშავე გამყიდველ რეჟიმს ერთი სკამის სადაცვლოდ რომ ქარდავა შეიყვანა თბილისის საკრებულოში. თქვენ გაუპრავეთ არჩევნები. როდესაც ჩვენ გეუბნებოთ რომ ბოიკოტი გამოგეცხადებინათ. მართალია ეხლა ყოველთვის მე აზრდები რომ სიხისტეს და იმაში, მაგრამ თავიდან რა 35 წელია. მე ჩემი ისტორია მაქვს და სუფთა ისტორია მაქვს. თელი რეჟიმი გვებჯვით, აბა დამიდეთ ერთი თეთრი ან მისმეს გართვაგვიღი ან თუ რაღაცა ღალატი მიგვიძღვის ქვეყნის წინაშე. შეგვეხებით, უარესად შეგეხებით. სოსო მანჯავიძე, ეხლა შენ ქართულ იმასთან, რა ქვია, კონსერვატიულ მოძრაობასთან როგორც გინდა მიბრძანდით, ერთმანეთს დაუძახეთ და არჩიეთ. არ ელაპარაკე, ჩვენ ყველანი ერთად ვისხედით იქ ქართველთა დიდი გაერთიანების ლიდერები და ყველა დაადასტურებს, რომ შენ ეს ცინიკურად მოყევი ჩვენთან. არავინ არ გაძალებდა, არც არავის არ უკითხია. სულ არ გვაინტერესებდა ეგთება. ჩვენ სულ სხვა რამე გვაინტერესებდა. მოკლედ, ჩვენ გზას ვაგრძელებთ ძვირფასო საზოგადოება, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, ჩვენ არასოდეს არ გავიყიდებით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტალახის სროლა გვექნება და ძალიან დიდი შემოტევები გვექნება, ჯერ პაიკები ჩართეს, მაგრამ ეხლა გულაშვილის ბუტკამ რა უნდა დააკლოს ქართველთა დიდ გაერთიანებას. ან ერთი იყო გულაშვილი იყო ეროვნული თუ სოსო მანჯავიძე იყო. საერთოდ არ იყო გაკარებაში ახლოს არ გაუვლიათ ეროვნულ მოძრაობასთან. აი ეს მინდოდა გამეკეთებინა მის განცხადება, მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ, ეხლა კვირას ვიქნებით თიანეთში, შემდეგ რამდენიმე ქართლის რეგიონს მოვილით, ალბათ ძალიან მალე დავგეგმავთ ქუთაისში დიდ საინფორმაციო აქციას, ამას მიყვება ალბათ ბათუმი, ზუგდიდი და ასე შემდეგ, თქვენ ნახავთ ძალიან მოკლე ხანში ქართველთა დიდ გაერთიანებას წინ აღარაფერი აღარ დაუდგება და მალე დაასრულებს აი ქართველი ხალხის ტანჯვას და წამებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, იმედი გქონდეთ მეგობრებო თქვენს გვერდთან და ხვალ 18 საათზე ყველას ველოდებით ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში, სადაც ჩავთავთ პირდაპირ ეთერზე განვიხილავთ ყველა მტკივნეულ საკითხს. მადლობთ ყურადღებისთვის.